ქრისტიანობა მეუბნება, შენ ხარ შექმნილი როგორც ჭურჭელი, რომელსაც აქვს შიგნით უსასრულო მისტიკური სივრცე, რომელიც შეიძლება გახდეს ტაძარი თუ მასში ღმერთი შევა. და ქრისტიანი არის ის, ვინ ჭურჭლიდან გადაიქცა ღვთის ტაძრად, რამე თუ მასში ღმერთი უნდა ცხოვრობდეს. სამყაროს შემოქმედი მკვიდრდება ადამიანის შიგა სამყაროში, შიგა მისტიკურ სიღრმეში, რომელსაც ქვია სულიერი გული, ასე ვთქვათ, ან გული გონიერი. ეს დას ნიშნავს, დიახაც, ადამიანი ბედნიერი ხდება ღმერთთან ერთობით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ღმერთი ადამიანში შიგნით ივანებს. ქრისტიანობის 2000 წლოვანი მისტიკა, რომელიც ღმერთის ადამიანად მოსულიდან გამომდინარე არსებობს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღმერთი ჩვენში დამკვიდრდეს და ადამიანი უკვე ჯერ კიდევ ხორცში მყოფი ხდება სრული ბედნიერი, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენში. სიტყვის თქმა ადამიანებს შორის ურთიერთობის ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ინსტრუმენტია. შემთხვევითაც არ ქვია ხო სიტყვის აკადემია. ვიკრიბებით იმისათვის, რომ ერთმანეთს რაღაც უთხრათ და გაუზიაროთ. სიტყვა არ არის უბრალოდ კომუნიკაციის შესაძლებლობა. იმიტომ რომ კომუნიკაცია ცხოველებს შორისაც არსებობს. მაღალ განვითარებულ ცხოველებში საკმაოდ მაღალი დონის კომუნიკაცია არის შესაძლებელი და ეს არსებობს. თავისი ენაც კი აქვს. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას. ადამიანებს შორის ურთიერთობაზე როცა ვსაუბრობთ, აქ საუბარია არაუბრალოდ სიტყვიერ ურთიერთობაზე, აქ საუბარია არაუბრალოდ კომუნიკაციაზე, როგორც ასეთი, რაც ცხოველებს შორისაც არსებობს, თქვა ინდივიდებს შორის. არამედ იმ ონტოლოგიურ ერთობაზე არის საუბარი, არსობრივ ერთობაზე ადამიანთა შორის, რომელიც ონტოლოგიაც ადამიანისათვის არათუ ბუნებრივია, არამედ აუცილებელიც, იმიტომ რომ ადამიანი შექმნილია იმგვარად და უცებ ნახე ვამბობ, შექმნილია იმგვარად და რაგვარად, რას ვეყდნობი, რას ვეფუძნები. რა თქმა უნდა, ვეფუძნები იმ აქსიომებს, რომელსაც ჩემი რწმენა ეფუძნება. ანუ გასაგებია, ხო, მე ვსაუბრობ როგორც ქრისტიანი, მით უმეტეს ღვთისმსახური. მე არ ვსაუბრობ როგორც ფილოსოფოსი, არ ვსაუბრობ როგორც მეცნიერი, სოციოლოგი, ლიტერატორი. მე ვსაუბრობ როგორც ქრისტეს მღვდელი და არა სხვანაირად. შესაბამისად, ჩემი საუბარი აქსიომატური იქნება, თუმცა ყველა საუბარი აქსიომატურია. ჩვენ რაღაცას ვეფუძნებით, თუ არაფერს არ ეფუძნები, საერთოდ ვერ ისაუბრებ. და ამიტომ ვამბობ, რომ ერთობა, ადამიანების ერთობა, ერთიანობა, ეს არის ადამიანური ბუნების ონტოლოგია. ასე და ამგვარად კვლავ ვიმეორებ იმ სიტყვას, ასე და ამგვარად არის შექმნილი ადამიანი. ეს სხვა თემაა, ამაზე თუ მე კითხვა გაჩნდება, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ზოგადად ეს ასეა. ამიტომ სიტყვა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, გაცილებით უფრო ღრმა მნიშვნელობის არის, მეცაც ვიტყვი, ეგზისტენციალური მნიშვნელობის არის, ვიდრე უბრალოდ კომუნიკაცია, რომელიც ინდივიდებს შორის არსებობს და ეს ინდივიდებს შორის ურთიერთობა ცხოველებსაც აქვთ. მაგრამ თუ ასეთი დანიშნულება, ასეთი დატვირთვა, ასეთი ღირებულება მივეცით სიტყვას, სიტყვის მიერ ურთიერთობებს ერთმანეთში, მაშინ ესე იგი სათქმელიც უნდა იყოს რაიმე მნიშვნელოვანი, ხო, არ უნდა იყოს სიტყვა სიტყვის გამო, უბრალოდ სიტყვა უბრალოდ კომუნიკაციის გამო, დროის გაყვანის გამო, ყურის მომქავებელი მოძღვრება, ესე ამბობს პავლე მოციქული. ანუ რაღაცა რო შეიძლება სიამოვნებდეს, მაგრამ მას სარგებელი არ მოქონდეს. აი სიამოვნებდეს და სარგებელი არ მოქონდეს. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სიტყვისაგან, მაგრამ ესეთი სიტყვებიც არსებობს. ეს ამგვარი სიტყვები არსებობს ხელოვნებაში, მუსიკაში, პოეზიაში, პროზაში, ყველგან არსებობს, აღზრდაში, განათლებაში, როცა ყურს სიამოვნებს, მაგრამ არსობრივად არაფერს არ აკეთებს. პირველად როგორც მღვდელი ციხეში შევედი პატიმრებთან, მივხვდი, რომ რაღაცა პრობლემის წინაშე დავდექი. პატიმრები გარედან მოსულ ადამიანს როგორ გიყურებენ, ხო? წარმოიდგინე, რაღაცა ნუგეში უნდა პატიმარს. ნუგეში უნდა და ეს ნუგეში უნდა სცემას. და პატიმართან გარედან შემოსული ადამიანის საუბარი ძალიან გავს, როცა მშივრებთან მაძღარი საუბრობს. და ელაპარაკება სულიერ იდეალებზე,
სულიერ საკითხებზე, როცა ადამიანს უბრალოდ შია და შეიძლება წაიქცეს შიმშილის, მოკვდეს შიმშილისაგან. წარმოიდგინეთ, ეხლა თქვენ რომ 3 დღე წყალი არ გქონდეთ დალეული და წყალი მიდგას მაგიდაზე, რომელსაც ხანდახან ესე წროპავ ჩემთვის. და გესაუბროთ სიყვარულზე. როგორი ამბავია, ხო? ამ დროს წყალს ხედავთ. და ხო გესმით 3 დღე, 4 დღე მაქსიმუმია ადამიანი კვდება მე, ხო? აი ან მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი და წყალი გიდევს და მე სიყვარულზე გესაუბრებით, მეგობრობაზე გესაუბრებით, ურთიერთგაგებაზე, საღვთისმეტყველო საკითხებზე. და მივხვდი რომ პატიმრებთან საუბარი ესე ადვილი არ არის. ღმერთმა დაგვიფაროს მით უმეტეს მორალის კითხვა არ შეიძლება პატიმრებთან. და მივხვდი რომ ძალიან რთული იყო მათთან საუბარი. და მე რა გულწრფელად ვეუბნები ხოლმე, რომ აი ძალიან მიჭირს თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ გესმით, უნდა გელაპარაკოთ ქრისტიანობაზე. და ამ დროს თქვენ აი აქ ზიხარ და აქედან ვერ გადიხართ, მე დავამთავრებ თქვენთან საუბარს და წავალ მე. ასე რომ საუბარი ღირებულების საკითხებზე და აბა არაღირებულების საკითხებზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება ქრისტიანული თვალსაზრისით სხვათაშორის ცოდვაც კი არის. აი უფალს ეგეთ სიტყვები აქვს. ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებ. ბუნებრივია, რა შესავალიც გავაკეთეთ, თუ იმის მიხედვით შევხედოთ, მართლაც ასეა. თუ სიტყვას ონტოლოგიური, ეგზისტენციალური დატვირთვა აქვს ადამიანში, ტყვილი საუბარი მართლაც ცოდვა, რას ნიშნავს ცოდვა? აცდენილი ვარ ჭეშმარიტებას, აცდენილი ვარ გზას. ქრისტიანობაში ცოდვა ეს არის აცდენა ღმერთისგან, ყოფიერების საწყისთან კავშირში არა ვარ, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს ინსტრუმენტს, რომელიც ჩემი არსება, ჩემი ონტოლოგია, სიტყვას ვიყენებ ტყუილ უბრალოდ. ხოთაშორის ადამიანი ამას ახერხებს. სიტყვას იყენებს ტყუილ უბრალოდ. სიყვარულს იყენებს ტყუილ უბრალოდ. მეგობრობის უნარს იყენებს ტყუილ უბრალოდ. ინტელექტუალურ განსაცვიფრებელ პოტენციალს იყენებს ტყუილ უბრალოდ. ფლანგავს თავისუფლებას, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღვთაებრივ ღირებულებას იყენებს ტყუილ უბრალოდ. აი პავლე მოციქული ამბობს, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებული. ოღონ ამ თავისუფლების ამ საოცარ უნარს ხორცის სამსახურში ნუ დახარჯავთ. გესმით? ხო, ასე რომ ადამიანს შეუძლია, აი მაგალითად ლუარსაბი როგორ იყენებდა თავისუფლებას, ხო გახსოვთ? ბოზბაში ჯობია თუ ჩიხითმა და აკეთებდა არჩევანს და ესე გონა მას თავისუფლება. ეგეთი თავისუფლება ძაღლსაც აქვს. ძაღლს შეუძლია ორი საჭმელიდან ერთ-ერთი აირჩიოს, მაგრამ ძაღლი ხომ არ არის თავისუფალი. თავისუფლება არ ჭირდება არჩევანის გაკეთებას, რომელი საჭმელი უფრო გემრიელია. თავისუფლება არ ჭირდება ხორციელ ცხოვრებაში თითქმის არაფერს. იმიტომ რომ ისედაც კარგად ორიენტირებს ადამიანი რა იმის მიხედვით რა აწყობს და რა არ აწყობს. თავისუფლება სულ სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ ჩვენ რაში ვიყენებთ? ყოველგვარ სისულელეში. ასევია ზუსტად სიტყვის შემთხვევაში. თან ახლა თემაც ნახეთ როგორია. ისიც ხო რა თემაზე შევიკრიბეთ? ბედნიერება. ბედნიერება. თუ ვინმე მიცის საერთოდ რა არის ბედნიერება. მოდი ასე ვთქვათ, თუ ვინმეს აქვს საერთოდ ბედნიერება. რა თქმა უნდა, ბედნიერებას ჩვენ შეიძლება რაღაცა ვუწოდოთ. მაგალითად, როდესაც მე მყავს კარგი ოჯახი, კარგი მეუღლე, კარგი შვილები, კარგი შვილიშვილები, ვთქვათ, პროფესიულად ვთქვათ, მეტნაკლებად წარმატებული ვარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ბედნიერი და არ ვტყუი. მაგრამ თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავფიქრდებით, ეს არის ბედნიერება. რატომ არ არის ადამიანი იკითხავს? იმიტომ რომ ეს ყველაფერი წარმავალია. ეს დაახლოებით იგივეა, რომ თლათ იგივე არ არის. მე კარგად მესმის, მაგრამ წარმავალობის კუთხით საუბრო. მე ვარ ჯამთელი, არაფერი არ მაწუხებს და ბედნიერი ვარ. არ მოგვეწონება ეს მაინდა-მაინც, იმიტომ რომ რა ჯამთელი ხარ, ეხლა ვერ გავიგე, ეგრება ცხოველი ჯამთელი იყოს. მაგრამ რატო არის ეს ბედნიერება? მაგრამ თავარი მსგავსება აი პირველსა, რომელიც შეიძლება იყოს, შეიძლება მართლა უწოდოთ ბედნიერება და უზნეობაში არ ჩაგვეთვლება. ხოლო თუ ადამიანი ჯამრთელია და ამიტომ ბედნიერი, ეს ცოტა მორალთანაც ცხრალად შეიძლება. განაჯამთელობა ცუდია, მაგრამ ამით რომ ხარ ბედნიერი, ეს არის პრობლემა. ან დიდარი რო ხარ, ან გამძღარი რო ხარ უკაცრავად, გესმით? აი ეს პრობლემა, მაგრამ როდესაც შენ ახლობელი ადამიანები, რომლებიც გიყვარს, ისინი კარგად არიან, ამით შეიძლება იყო კიდე ბედნიერი, მაგრამ ორივეს ის აერთიანებს ამ მორალურად სწორს და მორალურად არასწორ მიწიერ მიზეზებს ბედნიერებისას ის ახასიათებს, რომ ორივე წარმავალია. და ის რაც წარმავალია, რამდენად შეიძლება იყოს ბოლომდე ბედნიერება.
მით უმეტეს ნებისმიერი წარმავალობა ამ ქვეყნიური ის რაც წარმავალია მოიცავს გარკვეულ თავის წარმავალობის ფაზებს მოიცავს მაგალითად სიბერე ავადმყოფობა ახლობელი ადამიანის გარდაცვალება და მოდი ასე ვთქვათ რაც უფრო მაგარი ბედნიერი ხარ ამ სოფელში იმიტომ რომ ახლობლები ყვანან რომელიც გიყვარან და მათთან ბედნიერი ხარ უფრო მეტი ტყივილი მოგადგება როცა ეს ყველაფერი დასრულებას დაიწყებს და შენი ბედნიერება უბედურებად გადაიქცევა ესე არ არის თუ სულ ერთია ეხლა ვის დავკარგავ რომელიც მიყვარს თუ რომელიც არ მიყვარს რომლის გარეშე სიცოცხლე არ შემილია და რომლის გარეშე სიცოცხლე შემილია რა თქმა უნდა რომლის გარეშე სიცოცხლე არ შემილია და რომლის ძალიან მიყვარს იმის დაკარგვა მე გამაუბედურებს იმიტომ რომ მაქვს და აღარა მაქვს მყავს და აღარა მყავს ასე რომ თუ რა არის ბედნიერება და ვინ არის ბედნიერი ეს ესე მარტივად განსასაზღვრავი არ არის კი რა თქმა უნდა არსებობს წამში მინიწებული ბედნიერება უცებ რაღაცით რომ გაახარებ ადამიანს და იმას გაუხარ და შენც გაგიხარდა და წამის ყოფაში იგრძენი ეს მაგრამ ისიც გაქრა იმ წამსვე გაქრა ამიტომ მე ვიფიქრე თუ რაზე უნდა მესაუბრა თქვენთან რა თქმა უნდა შეიძლება აიღო და რომელიმე თქვა ფილოსოფოსის რომელიმე ღვთისმეტყველის რომელიმე ლიტერატურის პოეტის რაღაც აიღო ნაწარმოებები თხზულებები გადმოიღო ციტატები მოვიტანო ეს განაცუდია ეს ძალიან კარგია თუ ესე გაკეთება რომ აი რომელიღაცა ეს ფილოსოფოსი ეს მოაზროვნე ასე და ამგვარად საუბრობს ბედნიერებაზე და პრინციპში ფილოსოფოსებმა და ლიტერატურებმა ასეც უნდა გააკეთონ აბა რა თქმა უნდა მაგრამ აი მღვდელმა რამდენად შეიძლება ეს გააკეთოს იმიტომ რომ ქრისტიანობას ერთი რამე განარჩევს ფილოსოფიისგან ლიტერატურისგან ფილოსოფოსის პრინციპში კარგია რაც მეტად რეალისტი იქნება და ლიტერატურის ანუ ხელოვანი მაგრამ და ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი კარგია რაც მეტად მიახლოებულია მისი სიტყვა რეალობასთან რეალიზმთან პრაქტიკასთან ანუ ცხოვრების პრაქტიკასთან კარგია მოგვეწონება რომ აი ახლა ეს ფილოსოფოსი რო საუბრობს და ეს ლიტერატორი რო საუბრობს და მიმოიხილავს თქვა ლიტერატურას ან თვითონ პოეტი თუ ან წერალი თუ ან თავად ფილოსოფოსი თუ კარგია რომ აი რაღაც პასაჟები აქვს ისეთი რომ აი ჩემს პრაქტიკულ ცხოვრებასთან რაღაცა კავშირები ვნახე და ეს მაგრამ მომეწონა და ჩავთვალე რომ ეს არა მარტო ლამაზი სიტყვები არამედ პრაქტიკულად გამოსადეგიც მაგრამ ქრისტიანობის შემთხვევაში მით უმეტეს როცა მღვდელი საუბრობს რა ეს ყოველი სიტყვა უნდა იყოს პრაქტიკული დანიშნულების ის როგორც ექიმის სიტყვა ხო არ შეიძლება ექიმის სიტყვა იყოს რაღაც ზოგადი როცა შენ ავათხარ და მიხვედი როცა მე ავათვარ და ექიმთან მივედი და ეხლა იმან ზოგადი ლექცია წამეკითხოს მედიცინაზე და მედიცინის ისტორიაზე და რომელი ექიმი რას ამბობდა და როგორ ამბობდა და რა დიდებულებაა და რა წარმატება მე რა შემარგია კაცო მე მტკივა რაღაცა ეხლა მიშველე გესმით რა შეასაბამება ამიტომ მე ესე ვხედავ რომ ბედნიერება სადგან ჩვენ ერთმანეთს ვუსურვებთ მუდამ აქედანაც ჩანს რომ ჩვენ ეს ბედნიერება ხელში არ გვიპყრია ეხლა თუ ძალიან ბევრი მაქვს ბედნიერება რატომ უნდა მისურვო მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუსურვებთ სიტყვით არა სიტყვით მაგრამ დამოკიდებულებით ჩვენ გვინდა რომ ახლობელი ადამიანი ბედნიერი იყოს და გვინდა რომ იყოს და ვერ არის მაგრამ იყოს და თუ რამე პატარა აქვს რაღაცა კარგი არ წაერთვას და პირიქით გაუძლიერდეს ჩვენ ყველანი ვეძებთ ამ ბედნიერებას და ყველას გვინდა ეს ყველას იდეაში ყველას გვაწუხებს იმიტომ რომ ჩვენი მამოძრავებელი ეგ არის რამდენად სწორად ვიხარჯებით და რამდენად სწორად ვეძებთ ეგ სხვა თემაა მაგრამ ეს გვამოძრავებს იმედი ხვალინდელი დღეს იმედი იმას უკავშირდება რომ ხვალე უფრო უკეთ ვიქნები ვიდრე დღეს და ბოლოს მეც ვეღირსები ამ ბედნიერებას ხო ამიტომ სასულიერო პირის სიტყვა უნდა იყოს პრაქტიკული და ვფიქრობდი ხა რა უნდა მეთქვა მე რომ მოვდიოდი და გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი გულწრფელი საკუთარ თავთან ჩავთვალე რომ აი რაღაც ესეთი ჟესტი რო გავაკეთო დემონსტრაციული ესე კი არ დავრჩები მაგრამ სიტყვაზე ვათ მარტო ვარ ეხლა მე აქ ესე არავინ არ არის და ეხლა მე მინდა რომ ვიფიქრო ბედნიერებაზე ჩემს წილ ბედნიერებაზე
იმიტომ რომ მე ხო ვიცი ჩემთან უამრავი ხალხი დადის, როგორც ღმრთთან, ყველა ღმრთთან ესეა. უამრავი ადამიანი მოდის და ადამიანები მოდიან თავისი ტკივილებით. თითქმის არავინ არ მოდის, მამაო, გახარებული ვარ და უნდა გაგახარო. ნუ ავიცი ახლა. ან მამაო, იცი რა, მოდი ახლა მე კი მოვედი, თქვათ იქ არის ახსარების დრო, საათები, რიგები რაღაცა და მე ახლა მოვედი რომ ჩემი ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი გახარებული ვარ და ისეთი შინაგანი წარმატებული ვარ რომ მოდი ჩემსას გვერდზე გავწევ და ამო შე რა გიჭირს მითხარი ერთი რა. ეგება რაღაცა გიჭირს. ჩვენ საერთოდ ყველა მიცის ახლა რომ როდესაც მეუბნებია როგორ ხარ, მე კარგად ვარ რომ მეკითხები მეუბნები. ბევრს ეცნობა ჩემი სიტყვები, ვინც მე მიცნობს, როცა მეკითხები როგორ ხარ, კარგად ვარ. 90-იან წლებში ძალიან უჭირდა საქართველოს და მეგობარი მყავს ერთი, რომელიც დღეს ჩვენი მრევლის წევრია, არ ვიცი, მე მგონი ხა არ არის და 90-იან წლებში კატასტროფა ახალგაზრდებმა არ იციან. ეს სიტყვიერად გადმოცემით იცით, კატასტროფა იყო, აი კატასტროფა. მაგალითად, მე და ჩემი 5 წლის ბავშვი ტკვრის ნაპირზე ჩავდიოდი და შეშის ფიცრის გამორიყულ ნაფოტებს ვეძებდით, რომ მე-9 სართულზე ღუმელი აგვენთო, რომ არ გავყინულიყავით ღამე, გესმით? არ იყო გაზი, არ იყო წყალი, არ იყო დენია, რა ვიცი, არაფერი, პამპერსები არ იყო, ბავშვები პატარები რო იყვნენ, არაფერი არ იყო საერთოდ. ხო და ამას და ყველა შიოდა, ყველა წყუროდა, პურის რიგები, რძის რიგები, რა ვიცი, არ იყო ტრანსპორტი, არ იყო ტაქსი, არაფერი, ჯოჯოხეთი იყო. ხო ნახა რომ ფიქრო კაცო, როგორ გადავრჩით, ვინც გადავრჩით. ყველა ვერ გადარჩა. და ამას ვეკითხებოდა, როგორ ახარ ეკითხებოდა, უკაცრავად. არა, ბოდის გიხდი, ძალიან კარგად ავარეულე. ბოდის გიხდი კარგად ავა. ხო, აი ესე, ანდო როცა მეკითხებიან, ყოველთვის მაქვს პასუხი, რომ ძალიან კარგად ავარ, კაცო, ნუ მეკითხები. მე სულ ყოველთვის კარგად ავარ. ამაში არის სიმართლე. დიახ, მე კარგად ვარ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ მაქვს. ეგ არ ნიშნავს, რომ თუ მართლა გულით მკითხავ, ვერ გიპასუხებ. მაგრამ მიუხედავად ჩემი უამრავი პრობლემისა, რომელიც მე როგორც ადამიანს, სოციუმში მყოფს, ოჯახის პატრონს, თქვა, როგორც ქრისტიანს, როგორც სასულიერო პირს და უამრავი, რომელიც ხან მანერვიულებს, ხან მაფიქრებს, ხან მამწუხრებს. მე ვცდილობ ადამიანებს ეს არ დავანახო, მაგრამ კი არ ვთამაშო. იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის მიღმა მაქვს ისეთი რაღაცა, რომელიც მუდამ მაბედნიერებს. და აი როცა მარტო ვჩები ჩემ პრობლემებთან ერთ-ერთზე, ხო, ჩემ თავს ვახსენებ, ხო, კი მაგრამ შეხო ეს გაქვს, ეს თუ გაქვს, რა გადარდებს, ეს ყველაფერი წარმავალია. და აქედან გამომდინარე, მე რო ჩემ თავთან დავრჩი და ვიფიქრე, რომ რა უნდა ვისაუბრო ბედნიერებაზე, რაღაც მონახაზი გავაკეთე და ამ მონახაზის მიხედვით ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ ჩემი პოზიცია გადმოგცეთ. ოღონდ ეს მონახაზი არის ჩემი პირადი საკუთარი ხედვა, ერთი, მეორე, პრაქტიკულ ცხოვრებიდან აღმოცენებული, ჩემი ნაფიქრალი, წიგნებიდან არა. ნუ წიგნები ახლა სულ კითხულობ, ახლა ბუნებრივი ადამიანი რო კითხულობს, რაღაც იჟღინთება ხო ამ ნაკითხით. რა თქმა უნდა, წიგნებთან კავშირში ეს არის, მით უმეტეს განსაკუთრებულად წმინდა წერილთან, ანუ სახარებასთან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კავშირშია პრაქტიკასთან, რომელი პრაქტიკაც ჩემი ცხოვრების ნაწილია. და მე ვფიქრობ, რადგან მე ქრისტიანული კუთხით უყურებ, როგორც ადამიანი, თქვათ, ბედნიერებას, ვფიქრობ, რომ მრავალი ადამიანისათვის შეიძლება იყოს საინტერესო, იმიტომ რომ ქრისტიანის და არაქრისტიანიც თავის სიღრმეში, შინაგანად, ყველანი ქრისტიანები ვართ. რატომ? იმიტომ რომ ნომინალურად, არარეალიზებულად შეიძლება, მაგრამ პოტენციურად, იმიტომ რომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილები ვართ და ჩვენ ძალიან გავართ ერთმანეთს. და ამიტომაც არის ყველა ვიღიმით ესე, ყველა ვწუხდებით ესე, ხო, რაღაც საერთო მიმიკები, იმიტომ რომ ჩვენ ერთნაირები ვართ. პიროვნულად აბსოლუტურად უნიკალურები, მაგრამ ბუნებით ერთნაირები ვართ. მით უმეტეს საქართველოში ახლა ერთ კულტურაში, ერთ ცივილიზაციაში, ერთი ისტორიის მქონენი და ძალიან ბევრი რამით გავართ ერთმანეთს. ესე იგი, აი, ჩემი ამ დროს უყურებ, რომ ძალიან თავი არ მოგაბეზრო. პირველი რაც მე ჩემთვის მოვხაზე მივხვდი, რომ ბედნიერება არის კავშირში ღირებულებებთან. რა ღირებულებებით ცხოვრობს ადამიანი? აი ლუარსაბი რო ვახსენე, ხო, რას გადავეკიდე იმ ლუარსაბს, მაგრამ ხშირად ვამბობ ხოლმე, ლუარსაბს იმიტომ გადავეკიდე, რაც არ უნდა ვლანძღო, განკითხვაში არ მეთვლება, იმიტომ რომ
ლიტერატურული პერსონაა და ცოცხალ ადამიანს რომ მივადგე, ცოდვას ჩამეთვლებ. რა აი როგორც თუ ჩვენთვის ღირებულება ზეცაში ამყვანებელი, მართლაც ეგზისტენციალური ღირებულებაა, ხო? რომელსაც სახარების ენაზე ნეტარება ქვია, ბედნიერებას ნეტარება ქვია სახარების ენაზე. მაშ როგორ შეიძლება იყოს ლუარსაბ თათქარიძის ღირებულებების მქონე ადამიანი ბედნიერი და რასაც ის ბედნიერებას უწოდებს. რამდენად არის ახლა საღი გონებით რომ შეხედო ბედნიერება, მაგრამ ლუარსაბი რა ერთადერთი ილიამ რატო დაწერა? ერთადერთი გამონაკლისი ხო არ არის? ჩვენ ხო ეს ხო ჩვენი პრობლემაა. როდესაც ჩვენ ჰედონიზმში ვარდებით და როდესაც ჩვენ ხორცისიკით არ ვიყურებით, რითი განსხვავდებით ლუარსაბისაგან? როცა ერთადერთი რამით მითრთოლდება გული, რომ უნდა რაღაცა მატერიალური წარმატება მქონდეს, ნებისმიერი არა აქვს მნიშვნელობა, არ ვაკონკრეტებ და ხვალე უნდა მოხდეს ეს წარმატება და გული მითრთოლდება. გესმით? რითი განსხვავდები მე? უბრალოდ უფრო დახვეწილი ისა ვარ ლუარსაბი, მეტი არაფერი. და უფრო მეტი შეიძლება მეტი შესაძლებლობების მქონე. მეტი გაქანების მქონე, უფრო ის საჭმელის იქით ვერ იყურებოდა. ახლა მაშინ რაღა იყო, საჭმელი იყო და ურემი და ურემზე მეტი არაფერი აღარ იყო და რა უნდა ეკნა. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ეს ღირებულებითი საკითხი. ღირებულებასთან კავშირშია. ბედნიერება აუცილებელ კავშირშია ღირებულებასთან. რა ღირებულებები ცხოვრობს ადამიანი და ღირებულებები შეიძლება იყოს ნამდვილი, შეიძლება ცრუ, კარგი ან ცუდი და შეიძლება იყოს მოჩვენებითი და ასე შემდეგ. რამდენად შეიძლება რომ თუ ამას მივხვდები რომ ღირებულებებთან პირდაპირ კავშირშია ბედნიერება, ეს ღირებულებები როგორ ხდება, ესე ჩემთან მოვიდა და მორჩა და მე არ შემილია, აი ლუარსაბი ვარ და ჰედონისტი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ბედნიერებას მანიჭებს მხოლოდ თქვა მიწიერი წარმატებები თქვა. რა მანქანას ვიყიდი, რა ტელეფონი მექნება, რა დასასწრებით ჩავიცმევ, საწავარს ამოგზაუროთ, თქვა და 1000 რაღაცა, ხო? რა ვიცი 1000 რაღაც შეიძლება. კანონიერი ბედნიერებებზე ვსაუბრო, კანონიერ ღირებულებებზე. არსებობს უკანონო ღირებულებები. მაგალითად ნარკოტიკი, ოჯახის ღალატი და 1000 რამე ხო არსებობს. ხო და აი ეს ღირებულებები რა, ესე იგი მომეცა, რა ქვია, ფატალისტურად და მე არ შემიძლია შევცვალო და გამოვცვალო თუ როგორ არის. მე ხომ აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელსაც ვიღაცა რო შეეხოს, ერთ ამბავს ავტეხავ. აბა გაბედე და შეეხე ჩემს იმ ღირებულებას და რა ღირებულება ასეთი, თავისუფლება. ანუ თუ მე აი როგორც უფალი ამბობს, ფარისევლებს რომ მიმართავთ, რომ თქვენო გაქვთ პრეტენზია თვალხილულობაზე და ამიტომ ისჯებით. ანუ პრეტენზია ადამიანს აქვს, რომ ხედავს, ანუ რა ხედავს, ფიზიკურ ხედვაზე არ არის აქ საუბარი. მან იცის და იცი ხო? თუ იცი, მაშინ პასუხი აგე. თავისუფალი ხარ? არ გინდა რომ მონა იყო? არა, მე თავისუფალი რა მონა? თავისუფალი თუ ხარ, მაშინ შენ ირჩევ ღირებულებებს. რადგან ჩვენ ვართ თავისუფლები, ყოველ შემთხვევაში პრეტენზია გვაქვს თავისუფლებისა, ღირებულებები, რომელიც ჩვენს გარშემოა, რომლითაც ვხარობთ, რომლითაც ვბედნიერობთ და არც კი ვეძებთ სხვა ღირებულებებს, ეს ღირებულებები ჩემი არჩევანია, სხვისი მოცემული არ არის, მე ავირჩიე ეს ღირებულებები. ამიტომ თუ ეს ღირებულებები არ არის ნამდვილი და არის მოჩვენებითი, მაშინ ჩემი ბედნიერებას იქნება მოჩვენებითი და წარმავალი და არანამდვილი, რომელიც აუცილებლად ბოლოს კრახით დამთავრდება და გამამწარებს. იმიტომ რომ სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ის არ არის ბედნიერება. რადგან ღირებულებებს შევეხეთ, ღირებულებები რასთან არის კავშირში? კიდე როს დავფიქრდეთ. ადამიანთან არის დაკავშირებული. ადამიანი რისგან შედგება, ხო? ადამიანი ეს არის რაღაც ფსიქოსომატური, პნევმატური ერთობა, ანუ ხორცი, გრძნობების სამყარო, ანუ ემოციური სამყარო და სული. ნუ სული ზოგს არ ასწამს, ხო? მაგალითად, მაგრამ ჩვენ მორწმუნეებს გვწამთ სული, იმიტომ რომ ხორცი და ფსიქიკა მეტნაკლებად ვიცით რა არის, ბოლომდე არც ხორცი ვიცით ისე კაცმარო თქვას და ბოლომდე ერთი უჯრედი რა არის, ცოცხალი უჯრედი, ბოლომდე ისიც კი არის ეს ადამიანმა რა არის. კიდევ თუ დაშლი იმ უჯრედს და ელემენტარულ ნაწილაკებამდე წახვალ და ატომი და ელექტრონი და პროტონი და ნეიტრინო და კიდე ისიც არ ვიცით, მაგრამ რაღაცა ვიცით ადამიანის ხორცზე, რაღაცა ვიცით ადამიანის ფსიქიკაზე. რაც შეეხება ადამიანის სულზე,
ურწმუნომ არაფერი არ იცის, ხოლო მორწმუნეს რაც შეეხება, მორწმუნემ რაღაცა შეიძლება იცოდეს, უფრო მეტი ღვთის გამოცხადებით, რაც ჩვენ მოცემული გვაქვს და რაღაცა საკუთარი პირადი გამოცდილებით. მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ღირებულება, რადგან მე ბედნიერებას მანიჭებს, ნეტარებას მაძლევს, სიამოვნებას მაძლევს. აქედან გამომდინარე, ბედნიერება აუცილებლად კავშირშია ჩემს ფსიქოსომატიკასთან და რა თქმა უნდა ჩემს სულთან. ამის გარეშე სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, ვერ იქნება, თავისთავად ცხადია. და შესაბამისად, ჩემი ფსიქოსომატიკა თავს ავლენს ცხოვრების წესში, ფორმაში, შინაარსში. ამიტომ, როცა მე ბედნიერებაზე საუბრობ, უნდა დავფიქრდე, როგორ გამოვიყურები არა ვიზუალურათაც ამ შემთხვევაში, როგორ ყოფიერებ, რა ფორმით ყოფიერებ და რა შინაარსი დევს ჩემს ყოფიერებაში. აი მაგალითად ძალიან შეიძლება ესეთი უბრალო მაგალითად შეიძლება მოგვიჩვენოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს როგორ აცვია. რო არ შევეხო თანამედროვე ჩაცმულობას, აი მაგალითად თქვენ იცოდით რომ დღეს ლექცია გქონდათ სასულიერო პირთან, ხო? ხო იცოდით? რა თქმა უნდა, ტანსაცმელი არ განსაზღვრავს ადამიანს. რა თქმა უნდა. მithumetes 21 საუკუნეა, კაცო, და რაღა დროს ამაზე საუბარია საერთოდ რა. და ეხლა უცებ მოვედი მე რა, მოსულიყავი შორტებით. სიბნელეში შავი სათვალეებით. და რომ დამჯდარიყავი და ვიღაცა გააპროტესტა რა მე 21 საუკუნეა და თავისუფლებაა მთავარი და ესე ტანსაცმელშია საქმე რო გამეპროტესტებინა გესმით? ანუ ესე რომ შევხედოთ ხო ეგრევე ვხვდებით რომ რაღაცა ცუდი იქნებოდა ეს და რატო იქნებოდა ცუდი? ეხლა მე ესა ვარ, ეს ტანსაცმელი ვარ. მე თუმცა ცხელა ხო ხვდები. მაგრამ ანუ ფორმას რაღაცა მნიშვნელობა ქონია, ხო? უცებ მიხვდა ადამიანი. ფოტოშოპის ამას ესა ჩემ თავზე რატო ამბობ ხოლმე რომ ხშირად ადამიანები ამას ვერ ხვდებიან. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? ტანსაცმელს უფრო გარეგულ ფორმას. აქვს მნიშვნელობა, იგი ძალიან მჭიდრო კავშირშია შინაარსთან. და რადგან ფორმა შინაარსთან კავშირშია და შინაარსი რადგან უკვე ჩემი გარეგანი აღარ არის, ჩემ შინაგანს ეხება, უკვე ღირებულებით საკითხს ეხება. შესაბამისად უკვე რაღაცნაირად ჩემს ბედნიერების ჩემეულ გაგებასთანაც, რა თქმა უნდა, არის კავშირში. გარდა ამისა, ადამიანი არის დინამიური არსება. ხო მეთანხმებით? ადამიანი თუ მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე კარგად რო გავიგოთ. ადამიანი, რომელიც არ ვითარდება. არ მინდა რომ განკითხვის სულით გადახედოთ თქვენს წარსულს და თქვენს გარემო სამყაროს, მაგრამ აი თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ შეხვედრი ხართ ბავშვობის მეგობარს ნაცნობს გნებავთ, მაგრამ ვისთანაც ამხანაგობდი მეგობრობდი ბავშვობაში. ახალგაზრდისთვის სკოლა აგერ გუშინ იყო, მაგრამ ჩემნაირი ბებრისათვის სკოლა იყო, რა ვიცი, დინოზავრების პერიოდში. ხო, პიტაპირი გაგებით. ხო და აი წარმოედგინეთ, გავიდა 10 წლები გავიდა, რაც სკოლა დაამთავრე. და უცებ შეხვდი ადამიანს, რომელიც ხედავ, რომ თუ მე დავბერდი, ესე იგი ჩემსავით დაბერდა, ხო? ანუ დაბერდა აშკარად ადამიანი, მაგრამ როგორც კი დაელაპარაკა, ზუსტად ის არის, რაც იყო. და აღმოაჩენ, რომ თითქოს დრო გაჩერებულია ამ ადამიანთან. არაფერი არ შეცვლილა. ცუდი გაგებით. აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. იგივე ინტერესები, იგივე ხედვები, იგივე დამოკიდებულება, იგივე მიზნები და იგივე შინაგანი ცხოვრების საზრისი. ეს ისე მძიმედ მე რატო ყვები ამას? მე არ მინდა არავის განკითხვა, ერთად ამიფაროს, მაგრამ მე ესეთი რაღაც დამემართა ერთხელ და ძალიან შევწუხდა, ძალიან სერიოზულად დამაფიქრა ამან. რომ შეიძლება ადამიანი თურმე არ განვითარდეს. აი როგორც დაამთავრებს სკოლას, ეგეთი დარჩეს 100 წელი იცოცხლა, ღმერთმა ყველა 100 წელი აცოცხლოს, 100 წლის გახდა და ზუსტად იგივე, არაფერი არ შეიცვალა. დემენცია არ ჭირს, ანუ კარგად აზროვნებს, მაგრამ ზუსტად ის არის, უბრალოდ სხეული აქვს გამოცვლილი რა, დაბერებული.
ამაზე დიდი საშინელება იშვიათად შეიძლება ადამიანმა წარმოიქმნას. ადამიანი სულ უნდა ვითარდებოდეს. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე, უფალი პირდაპირ ამბობს, მე ვარ გზა. ანუ მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი რომელიც ადამიანად მოვიდა ამბობს, მე ვარ ჭეშმარიტება. და მე ვარ სიცოცხლე. ანუ ღმერთი არის სიცოცხლე, ღმერთი არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება ეს არის ერთადერთი სინამდვილე, რომლის მიერაც არსებობს ყველა თანარჩენი სინამდვილე. სიცოცხლე ეს არის ერთადერთი სიცოცხლე, რომლისაგან დასაბამს იღებს მთელი ყოფიერება, ანუ ღმერთია ეს პირდაპირ, ღმერთის სინონიმებია სიცოცხლე და ჭეშმარიტება და ამასთან ერთად უცებ იგივე ქრისტე ამბობს რომ მე ვარ გზა. და ამით მე მეუბნება რომ მე მოვედი შენთვის და შენ რო იყო ჩემთან, შენ გზაზე უნდა დადგე და გზა ეს არის დინამიკა. საერთაშორისო აი სინანული ცნობილი ქრისტიანული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს მისი ბერძნული ორიგინალი ესე ჟღერს მეტანოია. მეტანოია ნიშნავს გონების სრულებას. გონებაში იგულისხმება არა ლოგიკური აპარატი, არამედ მთლიანად ადამიანის შემეცნების უნარი. შემეცნების. არა სამყაროს სკანირება, სამყაროს სკანირება ცხოველიც ახდენს. არა სკანირება, არამედ შემეცნება. შემეცნება ნიშნავს, რომ ადამიანი გარე სამყაროს, შინაგან სამყაროს და საერთოდ ყველაფერს, რასაც უყურებს, უბრალოდ სკანირებას კი არ აკეთებს ფოტოაპარატივით, არამედ ანალიზს უკეთებს, განაზოგადებს, დაშლის, ააწყობს და ასე შემდეგ. და ესე იგი გონება ეს არის ის, რაც სკანირებას კი არ უკეთებს, ანუ შეიმეცნებს ანალიტიკურად და შემოქმედებითად შეიმეცნებს როგორც გარე, ისე მის საკუთარ შინაგან სამყაროს, ხილულს თუ უხილავს და ამით არის ადამიანი. და შესაბამისად ეს არის ძალიან უმნიშვნელოვანესი ადამიანს, რომელსაც ეს უნარი არ აქვს, ადამიანის არ არის. მაშინ ის სკანირებს სამყაროს და ცხოველს ემსგავსება. ხო და ეს გონება, რომელიც ეს არის ინსტრუმენტი, ხო, რომელიც აი ამ შემეცნების საშუალებას გვაძლევს, მეტანოია, ანუ სინანული არის სწორედ აი ამ უმთავრესი ინსტრუმენტის ცვლილება, ოღონდ არა ცვლილება. ეს სახარებისეული განმარტებაა. არამედ ცვლილების პროცესი. ნახეთ რა საინტერესოა. სხვათაშორის ადამიანი ურწმუნოც რომ იყოს და მისთვის სახარება უპირობო ავტორიტეტი რომც არ იყოს, როგორც ღვთის გამოცხადება, მაინც რაც გზაზე ვთქვი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და ასევე ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მეტანოია, ანუ პროცესი. ესე იგი, ადამიანი სინანული, რომელიც ნიშნავს აი ამ გზაზე დგომას, რომელიც არის ქრისტე, ანუ მუდმივი განვითარება, მუდმივი სვლა უпростоრედ. სვლა განვითარებისკენ. ანუ ეს არის მუდმივი მეტამორფოზის პროცესი და ადამიანი თავისი დანიშნულების შესაბამისად ცხოვრობს, მაშინ როცა ის მუდამ ვითარდება და რომ განვითარდეს, ადამიანს სჭირდება მიზანი, რომელიც მიღწევადი და მიუღწევადი ერთდროულად. აი მაგალითად, ჩემი მიზანი თუ არის რომ ეჭიქა წყალი ავიღო და დავლიო, ეს რა მიზანია. თუ ჩემი მიზანია რომ კარიერა გავიკეთო, ან თქვათ რაღაცა შევიძინო და ასე შემდეგ, ჯანმრთელობა გამოვისწორო, მეტნაკლებად ეს ყველაფერი მიღწევადია. გარკვეულ დროის ფარგლებში, ხო, მაგრამ იმგვარი მიზანი, როგორიც მაგალითად ღმერთია, ღმერთი არის მიღწევადი და მიუღწევადი მიზანი. ეს არის დაუსრულებელი განვითარების შესაძლებლობა და როცა ეს მიზანი ხდება ჩემი ცხოვრების საზრისი, მაშინ უკვე რა თქმა უნდა ბედნიერებაც, რომელიც ღირებულებაზე დაფუძნებულია, ან ღირებულებიდან გამომდინარეა, სხვანაირად ჩანს უკვე. გესმით? სხვანაირად ჩანს. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ ბედნიერებაზე ვსაუბრობთ, გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების საზრისი, მიზანი და შესაბამისად მე საზრისი რა არის. რითი ვარ მე სავსე? რითი ვარ ავსებული? რითი ვსუნთქავ? რითი ვცოცხლობ? რითი ვბედნიერობ? რადგან ეს ყველაფერი აი ფორმატ, შინარსიც, საზრისიც და მიზანიც ეს ყველაფერი მეტნაკლებად მეხება მე როგორც ადამიანს და ჩემს ბუნებას. აი უკვე ძალიან საინტერესოა, აი წეგან მე ვთქვი რომ ადამიანს აქვს ხორცი და სული. უბრალოდ ადამიანს აქვს ხორცი და ფსიქიკა, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ ადამიანს რომ სული აქვს, ამას ყველა აღარ აღიარებს. ესე იგი თურმე როგორ შევხედავ ადამიანს, ზოგადად და როგორ შევხედავ საკუთარ თავს, ეს ბევრწილად დამოკიდებული ემაზე თუ რა მსოფლმხედველობას ვატარებ. თუ ათეისტი ვარ, მე ვარ ხორცის ნაჭერი, როგორც დოსტოევსკი ამბობს,
ყბილებიანი ხორცი. ძალიან მოსწრებულად ამბობს. მაგრამ თუ მე რელიგიური ადამიანი ვარ, ისიც ყველა რელიგია ამას ასე არ ამბობს, ესე მარტივად. ამ შემთხვევაში მოდი ბიბლიური რელიგიებიდან გამომდინარე ვთქვათ და მით უმეტეს ქრისტიანობიდან, მე მაქვს სულიც, როგორც სუბსტანცია, რომელიც შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში არსებობდეს ხორცის გარეშე. აი, გარდაცვალების დროსაც ხდება. მაგრამ თუ მე ვაღიარებ, რომ მე ვარ ხორცი, ფსიქიკა და სული, ან ფსიქიკას და ხორცს თუ გავერთიანებ, იმიტომ რომ ეს ხანდახან ერთად განიხილება, იმიტომ რომ ჩემი ნერვული სისტემა ჩემი ხორცის ნაწილია, თუ მე ვარ ხორცი და სული, ჯერ კიდევ არ მაქვს ჩამოყალიბებულად გააზრებული ქრისტიანული ანთროპოლოგია. იმიტომ რომ ქრისტიანული ანთროპოლოგია უცნაურ რამეს ამბობს, თუმცა ვისაც წმინდა წერილი კარგად, ბიბლიაც კარგად წაკითხული აქვს, გააზრებულად წაკითხული აქვს, იმას არ გაუკვირდება. ქრისტიანული ანთროპოლოგია მეუბნება ასეთ რამეს, რომ ადამიანი ხორცი და სული კი არ არის. ნუ თქვათ სული უფრო უპირატეს, სული და ხორცი კი არ არის. არამედ ადამიანი არის ღმერთი სული და ხორცი. ანუ ქრისტიანობა მეუბნება, რომ ადამიანი ნიშნავს, რომ შენ ხარ არა homo sapiens, ანუ მოაზროვნე არსება, რომელსაც ლოგიკური აზროვნება აქვს. არც თუნდაც როგორც ავლი ბზურაბიშვილი ამბობდა, დიდი ცნობილი ფსიქიატრი, მეღიმება, იმიტომ რომ ვისაც მისი კადრები ნანახი გაქვთ და მის საუბარი არ არსებობს, უარ გაგეღიმოს ისეთი საოცრად დადებითი და იუმორით ახსავსე პიროვნება იყო. ძალიან უცნაური კაცი იყო, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო. ის ამბობს, რომ ადამიანი არაუბრალოდ homo sapiens-ია, არამედ ის მორალური არსება არის, მორალური, არა მარტო გონიერი, არამედ მორალური. ქრისტიანული თეოლოგია ძალიან შორს მიდის და ამბობს, ადამიანი არის თეოლოგიური არსება. და თუ ადამიანი არ არის თეოლოგიური არსება, ეს აღარ არის ქრისტიანული ანთროპოლოგია. ასე ანუ ქრისტიანობა დაჟინებით ამბობს, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როცა ის არის არაუბრალოდ სული და ხორცი, არამედ ღმერთიც ერთად. ადამიანისათვის ბუნებრივია, რომ მასთან ღმერთი იყოს. ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანის განსხვავებაზე საუბრობენ, აი ადამიანი და ცხოველი, რითი განსხვავდება ცხოველი ადამიანისაგან. როდესაც ათეისტები მათ აიგივებენ და უბრალოდ ადამიანს აყენებენ ევოლუციური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, განვითარდა და მივედით აქამდე. იმდენი სუსტი წერტილი აქვს ამას სუბთა მეცნიერულათაც, მაგრამ ეხლა ამას არ შევეხები. უბრალოდ არა ვართ ჩვენ ბიოლოგები თქვა და ზედაპირულად უყურებთ, ხო? თქვა ყველაფერს თავი რო დავანებოთ. აღმოჩნდა რომ მაგალითად ნიანგი და მოსატანია, მაგრამ ნიანგს გაცილებით უფრო განვითარებული სისხლძაღლოვანი სისტემა აქვს, ვიდრე ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ რეპტილია და ესე იგი ორპარკურჭიანი გული აქვს და ცივი სისხლი აქვს. მაგრამ საოცარი რაღაცები აქვს ნიანგს, იმიტომ ძლებს წყალში იმდენი ხანი, ზოხერი და ძალიან საშიშია. წყალში არის და არ ყვდება რა, უჟანგბადობისაგან. მაგალითად კამელეონს გაცილებით უფრო მაღალ განვითარებული თვალი აქვს. ვიდრე ადამიანს. ანუ ხედავთ რაღაც ცალკეული რაღაცები ზოგიერთ თან სწორედ ისინი შევარჩიე, რა ქვია, ევოლუციის საფეხურზე დაბლამდგობი ადამიანები მეთქი, ხვლიკები, რომლებიც სად ძუძუმწოვრებიც კი არ არიან, მაგრამ რაღაცები ჩემზე მაგარი აქვთ იმან. მაგალითად, ყორანი, რომელსაც ემხილა ტვინი აქვს, გაცილებით უფრო ჭკვიანია, ვიდრე ამხილა თავიანი ძაღლი. რაც არ უნდა გაწვნილი ყავდეს. საოცრებაა. ხო, აი რა რაღაცები არის ძალიან უცნაური, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ბიბლია უცნაურ ამას მეუბნება, ადამიანის ასაკი რო გამოითვალო ადამმა რამდენი ხანი იცხოვრა და რომ მოყვე, ეს დათვლილი აქვს თეოლოგებს და დღევანდელ დღემდე დაახლოებით ადამი დაახლოებით 7000 წლის წინ ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, მთელი ეს პირამიდები ყველაფერი ამ პერიოდში ჯდება, გასაგებია, მაგრამ ქრისტიანობა გეუბნება, რომ ადამიანი არ არის განვითარებული მაიმუნი. არ არის განვითარებული მაიმუნი. ადამი არის ეს გამოცხადებითი ცოდნა, ეს აქსიომაა, რომელსაც მორწმუნეები ვეყნობით. ადამიანი არის ის, ვისშიც ღმერთმა თავისი სუნთქვა შთაბერა. ადამიანს როს გამოაცალო, იქნება მაღალი ინტელექტუალური არსება, დღეს ბევრს საუბრობენ ხელოვნურ ინტელექტზე. და რაღაცას გააკეთებენ ალბათ, რა თქმა უნდა.
ადამიანები ძალიან ბევრს საუბრობენ ჩიპებზე, რომელიც ტვინში შეიძლება ჩადგა და ადამიანის ტვინის IQ და რაღაცები გაიზარდოს. აი მაიმუნს შიმპანზე შეიძლება ჩაუდგან ეს რაღაცა ჩიპი და შეიძლება ადამიანზე მაგრად იაზროვნოს. ყველაფერი შეიძლება გააკეთო. მაგრამ მასში, ეგეთ ინტელექტუალურ ინტელექტში, ეგეთ მაიმუნში ეს არ იქნება ღვთის სული. აი ეს არის განსხვავება ადამიანის თავარი განმასხვავებელი ცხოველისაგან არის არა მაღალი ლოგიკური შესაძლებლობების აპარატი, არამედ ღმერთი ადამიანში. შესაბამისად როგორ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ბედნიერებაზე? აი როგორ უნდა ისაუბრო ადამიანის ბედნიერებაზე, თუ მის ფსიქიკას არ გაითვალისწინებ, ნერვულ სისტემას არ გაითვალისწინებ, მის ხორციელ მოთხოვნილებებს არ გაითვალისწინებ, თუ სულის უკვდავება წამს, მის სულს არ გაითვალისწინებ. სულის თვისებები რა არის და სულის მანკიერებები რა არის? სულის მანკიერებები თქვათ, რა არის სულის მანკიერებები? ეგოიზმი, ამპარტავნება, სიამაყე. როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანის ბედნიერება შეძლო, თუ მას ცოდვისგან არ განთავისუფლებ, იმიტომ რომ ნახეთ რა განსხვავებაა, აი ცოდვა რა არის ცოდვა? ცოდვა ეს არ არის უბრალოდ დანაშაული. აი მაგალითად, სეკულარულ საზოგადოებაში შეიძლება იყოს ყველაფერი, აი მაგალითად, სამართლიანი და უსამართლო, სწორი და არასწორი, კეთილი და ბოროტი. შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით დასჯადი და არადასჯადი ქმედებები, ზნეობრივი და უზნეო, ყველაფერი შეიძლება იყოს. მაგრამ ცოდვის არსი დაკარგულია სეკულარულ საზოგადოებაში. რატო? იმიტომ რომ ის მე რაც ჩამოვთვალეთ ცოდვამდე, ის არეგულირებს ადამიანის მდგომარეობას, ყოფიერებას სოციუმში, სიბრტყეში. ხოლო ცოდვა არეგულირებს ადამიანის ყოფიერებას ვერტიკალში. ცოდვის არსი, ცოდვის ცნება, ცოდვის დეფინიცია იქ ჩდება, სადაც ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა არის სახეზე. ანუ ცოდვა არის ის, რაც ღმერთს მაცილებს და თუ ღმერთი გამოთიშე ყოფიერებიდან, ხო, მაშინ იქ ცოდვის არსი იკარგება. და ამიტომ თუ ადამიანი უღმერთოდ ცხოვრობს, ათეისტია და ის ვერტიკალი გათიშული აქვს რა. ადამიანი აკეთებს აბორტს და სინდისი არ აწუხებს და არ იტანჯება. ადამიანი უღალატებს თავის მეუღლეს და მაინდამაინც სინდისი არ აწუხებს, არ იტანჯება, გესმით? და ასე შემდეგ, ბევრი რამე შეიძლება გააკეთოს. ადამიანი რაღაც, აღარ ჩამოთვლი ახლა მეტაკლებად ამის განზოგადება ყველას შეგვიძლია. მაგრამ აბა მორწმუნე ადამიანმა მოკლას ბავშვი. აბა მორწმუნე ადამიანმა უღალატოს თავის მეუღლეს. ესე იგი, მას ის შეიძლება ფიზიკურადაც კი განადგურდეს იმ წუხარებით, რაც მას დაეწყება. იმიტომ რომ ცოდვა შემაწუხებელი აღმოჩნდება, ამიტომ მორწმუნე ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი, თუ მასში ცოდვა ბატონობს. ამიტომ ამ შემთხვევაში ესეც გასათვალისწინებელია. მაგრამ მეორე მომენტია ხა სეკულარულ საზოგადოებას ვამბობთ, მაგრამ ბოლომდე სეკულარული საზოგადოება თუ არსებობს მითხარი. ან ბოლომდე ათეისტი თუ არსებობს. რაც არ ადამიანმა ეძახოს ათეისტი ვარო. უკვდავს სულს და ღმერთს რომელმაც ის შექმნა, ამას რას უზავ? ამიტომ ადამიანი შეიძლება უარყოფდეს ცოდვას, როგორც ასეთი და კანონ დასჯადი, აბორტი არ არის კანონ დასჯადი სამთვემდე და ადამიანი კლავს ბავშვს რა. მაგრამ მე ეს ადამიანები ხშირად გარკვეული დროის მერე რაღაცა შეუწუხებია სინდის და მოსულან და საუბრობენ და მე ვეკითხებ, მაშინ როცა შენ ამას ჩადიოდი. მაშინ ყველაფერი როცა გეგონა რომ ეს არაფერი არ არის და რომ გააკეთე, ყველაფერი კარგად იყო და არ იყო ყველაფერი კარგი. ოღონდ ამას ეხლა აცნობიერებს, მაშინ გაურბოდა. ისმის, გაურბოდა ამას. ანუ მე მის თქმა მინდა რომ როცა ჩვენ საუბრობთ ადამიანის ბედნიერებაზე, ადამიანის ანთროპოლოგია უნდა გათვალისწინებული იქნეს და თუ ჩვენ უარყოფთ ადამიანის აი ამ გამოცხადებით მოცემულ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანი უბრალოდ ხორცი და სული კი არ არის, არამედ ადამიანი არის ღმერთის სული და ხორცი, თუ ჩვენ ამას უარყოფთ, მაშინ ადამიანის ბედნიერებაზე ვერ ვისაუბრებთ სიღრმისეულად და ვერც გავხდით ადამიანს ბედნიერს. როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ გამოცხადებით ჭეშმარიტებაზე, რომელმაც გვითხრა რომ ადამიანი ღმერთის სული და ხორცია, რა თქმა უნდა, მე ბოლოს აქედან გამომდინარე ვინტერესდებით, რომ ეს გამოცხადება ადამიანზე როგორ ესაუბრება ასე დიდებულად და დიდებულებაა, იმიტომ რომ ადამიანი რომ მარტო ხორცი იყოს, დამთავრდა რა, მოკვდება და მორჩა. ადამიანი რომ მარტო სული და ხორცი იყოს, გაურკვეველია მისი მდგომარეობა. თუ სული, ესე იგი, ისეთი სუბსტანცია, რომელიც არ იშლება, ხორცი რომ დაიშლება, მიწაში ჩაიდება, ეს სულმა რა უნდა ქნას ახლა. აი მაგალითად, მთელი ჩემი ინტერესები შემოიფარგლება, თქვათ, ამითი და ამითი. მეტი არაფერი არ მაინტერესებს.
მაგრამ ეს და ეს ჩემს ხორცს ჭირდება. ეხლა რომ მოვკვდები და ხორცი წავიდა და სულ რა ქნას ეხლა? სულს არც ეს ჭირდება, არც ეს ჭირდება. არც ლიტერატურა ჭირდება, არც მუსიკა ჭირდება, არც მეცნიერება ჭირდება. ურთიერთობა ჭირდება, მაგრამ ვეღარ ვამყარებ ურთიერთობას. მე თქვენთან ურთიერთობას, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობას აი ამ ჩვენი ინსტრუმენტით, სულის ინსტრუმენტით ხორცით ვამყარებ. და აღარ მაქვს ეს ინსტრუმენტი. და ეხლა რა გავაკეთო? და იწყება ჯოჯოხეთი, რა უნდა გააკეთო? გაურკვეველი ადამიანის მდგომარეობა. გესმით? ეგ არის. და ეხლა კიდე თუ ამას დავამატებთ იმას, რომ მე ხო ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ღმერთი სრული ადამიანი ვარ, როცა ჩემთან ღმერთიც არის. ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქედან გამომდინარე, ღმერთი რომელიც სულ ჩემთან არის და რომელიც ჩემი ბედნიერებისა, ანუ სრულყოფილი არსებობისათვის, ბედნიერება როგორც სრულყოფილი არსებობა, არა ძაღლისა, არა მაიმუნისა, არა რაღაცა კიბერნეტიკული ხელსაწყოსი, არამედ სრულყოფილი არსებობა ადამიანისა, რომლის სისავსეს მთავაზობს ქრისტიანობა, ეს თურმე არ ყოფილა უბრალოდ სული და ხორცი, არამედ ღმერთი ჩემთან ერთად ყოფილა სულ. გამოდის მაშინ, რომ ჩემი სრულყოფილი არსებობა, რომელიც არის ბედნიერება, აი ამ სამ კომპონენტს შეიცავს. ღმერთი, სული და ადამიანი. ან ესე ღმერთი და ადამიანი. და მაშინ მე ბუნებრივია მაინტერესებს ღმერთი ვინ არის? ვინ არის ღმერთი? და როგორ შეიძლება თქვა ჩვენ ვინ არის ღმერთი, რომლის დანახვა შეუძლებელია, იმიტომ რომ ტრანსცენდენტულია. ერთადერთი საშუალება. ეს არის ღმერთმა თუ ინება და გამაგებინა და გამაგებინა და მე როგორ უნდა მივხვდე თუ ხორცი ვარ მხოლოდ და გნებავთ სული. მე ხო ქმნილ ყოფიერებაში გამოკეტილი ვარ. ჩემი ხორციცა და სულიცა არის სამგანზომილებიან, ოთხგანზომილებიან დროის ჩათვლით გამოკეტილ ყოფიერებაში. ღმერთი ტრანსცენდენტულია, ის არც სივრცეა, არც დროა, არც მატერია, არაფერი არ არის. ეს არ არის. რაღაც სხვა რამეა. მაგრამ ჩემი აღქმის შესაძლებლობები, უნარები, თვით ლოგიკური აზროვნებაც კი მხოლოდ ამას არ უკავშირდება აქაურობას. და ღმერთთან კავშირი როგორ უნდა მქონდეს? როგორ და ჩემში ხო ღმერთიც არის, მე ხო ღმერთით ვარ ადამიანი და ღმერთი მაძლევს რაღაც ინსტრუმენტ ჩემს შიგნით, რომლითაც ჩემს გონებას ამდიდრებს და ჩემს გონებას მარტო ლოგიკური აზროვნება კი არ შეუძლია. ჩემს გონებას მარტო მშვენიერების აღქმა კი არ შეუძლია. ჩემს გონებას მარტო ზნეობრივი ნორმების გარჩევა კი არ შეუძლია, არამედ ჩემს გონებას ტრანსცენდენტული ყოფიერების აღქმა შეუძლია და ეს ყველაფერი თუ არ მოიცვა ჩემმა გონებამ, ჩემ ბედნიერებას, მე ბედნიერებას ვერ მივახცევ, იმიტომ რომ არ მექნება სრულყოფილი არსებობა და ყოფიერება და მე უკვე გამოცხადებით ქრისტიანობა მეუნება, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად, არ დამტოვა. ტრანსცენდენტული გახდა იმანენტური, ანუ მე მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. მან როგორც ადამიანური ბუნება მიიღო და ადამიანური ბუნებით მითხრა. და მითხრა, რომ ღმერთი თურმე სიყვარული ყოფილა, იმიტომ რომ ღმერთი არ არის მარტო მყოფი მონადა, არამედ ღმერთი მამაძე და სული წმინდა. ჩემმა გონებამ ეს ვერ მიიღო, მაგრამ ჩემმა გულმა მიიღო სამაგიეროდ. გესმით? მონადა ღმერთი სხვა ბიბლიურ რელიგიებში. ჩემმა გონებამ მიიღო ღმერთი ერთია და ერთია და ერთია, მაგრამ ჩემმა გულმა არ მიიღო მარტო ყოფი პირქუში ღმერთი. აქედან გულმა მიიღო, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია, იმიტომ მამაძე და სულიწმინდა რო არ იყოს და მონადა იყოს, რა სიყვარული იქნება, თავის თავს ხო არ იყვარებს. ღმერთი ურთიერთობა ყოფილა, გახსოვთ დასაწყისში რო გითხარით. ურთიერთობა ადამიანის ონტოლოგია, იმიტომ რომ ყოფიერების საწყისი ეგეთი, მამაძე და სულიწმინდა ურთიერთობა, სიმდაბლით ურთიერთობაში სიყვარულია. ძე ღმერთი ჩემთვის მოკვდა, შემქმნა და მე ჩემთვის მოკვდა. და ბუნებრივია, რომ მან შემქმნა რა ესეთა და მომცა ესეთი ანთროპოლოგია, რომ მე მასთან ერთად, ღმერთთან ერთად განვიხილები, მომცა შვილის სტატუსი. და ბუნებრივია, თუ მომცა შვილის სტატუსი, ნახეთ, ღმერთი, მე ყველაფერს მოკლედ ვამბობ, რომ ძალიან არ გავწელო. ქრისტიანობა მეუნება, ეს არის ქრისტიანული აქსიომა. ან პოსტულატი როგორც გნებავთ დოგმაც არ ხმარობ, იმიტომ რომ დოგმაც ადამიანს სუდათ ესმის ხოლმე, თუმცა იგი არსობრივად იგივეა, რომელიც წმენით გეძლება. ღმერთმა შემქმნა მე ღმერთის შვილობისთვის და მარადიული განვითარებისათვის ერთდროულად და თუ დაუშვებთ, აი წარმოგიდგენთ ურწმუნო ვარ მე და უცებ მეუნება მორწმუნე, ქრისტიანული სარწმუნოებით ადამიანი შექმნილია იმგვარად, რომ ის უნდა გახდეს ყოფიერების ცოცხალი საწყისის შვილი. ამისთვის არის შექმნილი, სხვა არაფრისთვის. ლოგიკურად რა თქმა უნდა მეც დავეთანხმები, რომ
ხო, თუ ეგრეა, მაშინ თუ ადამიანი ღმერთის შვილი არ გახდა და მარადიული სიცოცხლე არ დაიწყო როგორც ღმერთმა, მარადიული განვითარების პერსპექტივით, მაშინ ის ბედნიერი ვერ იქნება რა. იმიტომ არარეალიზებულია. ეხლა თუ ადამიანს მუსიკოსი ან მხატვარი ან რაღაცა და თავისი ნიჭი არ განავითარა, ბედნიერი ვერ იქნება რა. ხო, ნიჭს რო ჩაკეტავ, ბედნიერი როგორ იქნები? ხო, სწორია. გესმით ქრისტიანობა როგორ გეუბნება? ანუ შენ რო გახდე ბედნიერი, ღმერთის შვილი უნდა იყო. ღმერთს უნდა დაემსგავსო. ეს როგორ გავაკეთო ღმერთი ვარ მინახავს და ხომ მოვიდა ადამიანად. მან ხო მის ადამიანობაში ხო გამოანათა მის ღვთაებრიობა. ნახეთ ღმერთი მოვიდა ადამიანად და მის ადამიანობაში გამოანათა ღვთაებრიობა. და გამოანათა ღვთაებრიობა და ამ გამონათებაში რაღაცა დავინახე და რაღაცა მითხრა. ამიტომ ქრისტიანახე როგორ ამბობს ჩემს გარეშე მეუნება ღმერთთან ვერ მიხვალ. ჩემს გარეშე ღმერთთან ვერ მიხვალ. ჩემთან ურთიერთობა გექნება ეკლესიაში, რომელიც მე დავაარსე და მე შენ ძმას გიწოდ, მე შექმენი, მაგრამ მე შენ ძმას გიწოდებ, რომ ზეციური მამის შვილის სტატუსი მოგანიჭო და გპირდები, რომ სადაც მე ვარ მარადისობაში შენ ჩემთან ერთად იქნები. ყოვლადწმინდა სამების წიაღში. ბევრმა არის ის, რომ ქრისტიანობა, თქვა, იგივე ისლამისგან განსხვავებით. ისლამში არის ესეთი, რომ შენ ღმერთის მეგობარი თუ იქნები და მის დავალებებს შეასრულებ, გარდაცვალების მერე მოხდები გარემოში, სადაც რომელსაც ქვია სამოთხე და სამოთხე არის თუ რამე ბედნიერება წარმოგისახიათ მიწიერი. მიწიერი ბედნიერება, წარმოგისახიათ მიწიერი ბედნიერება, ყველაფერი დაგვხვდება სამოთხეში. მიწიერი ბედნიერება. მაგრამ ეს არ ნიშნავს ღმერთთან კომუნიკაციას. ქრისტიანობა ცით რას გეუბნება? ქრისტიანობა გეუბნება, რომ სამოთხე რა არის? უშუალოდ ღმერთის წიაღში იქნები, როგორც ღმერთის შვილი. ანუ გონება მიუწვდომელ რაღაცას გეუბნება. და თუ უარი თქვი ამაზე, მაშინ გეუბნება, მაშინ ბედნიერი ვერ იქნება. ნახეთ როგორ კონცენტრირებულია ქრისტიანული პოზიციით ბედნიერება. შენ რა თქმა უნდა, აი მაგალითად მე ბედნიერი ვარ, მიწის სიფტყეში რო განვიხილოთ. მე მყავს ცოლი, შვილები და ამ ქვეყნიური საზომით ვსაუბრობ. აი მაგარი ბედნიერი ვარ რა. მაგრამ მეორე ხრივ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ყოველდღე თუ კარგად არ დათვრება ლუდით, მარლიანი თევზით, მეზობლებთან უბანში, ვერა რაღაცა აკლია რა, ვერ ისვენებს. ან მაგალითად ადამიანი, რომელიც მიჯაჭვ ნებისმიერ რამეზე რო ხარ, ნებისმიერ ეს არის კომპიუტერული თამაშები იქნება, ეს კაზინო იქნება, ეს იქნება აღვერახსნილი ცხოვრება იქნება, ეს იქნება ნარკოტიკი, სულ ერთია. თუ რამეზე ხარ მიჯაჭვული, თუ შენი თავისუფლება გაყიდე რაღაცაში, სულ ერთია, რაც არ უნდა იყოს, შენ იმ რაღაცის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. და შენ შეიძლება მე დამცინო კიდევაც, ბიჭო რა კაცი ხარ, მოდი ხარ სამსახურში და ცოლშვილთან ზიხარ მთელი დღე და ამოდი დავლიო ცოტა გავისერნოთ, გავიგულაოთ რაღაც. ესმით? ადამიანი როგორ ხედავს ღირებულებებს, ხო სწორია? ამას ქრისტიანობა გეუბნება, თუ ღმერთთან არ იქნები, არასოდეს არ იქნები შენ სრულყოფილი ბედნიერი. იმ საოცარ ნიჭს ბედნიერებისას ვერ განახორციელებ შენში, თუ შენი ყოფიერების სისავსეს ვერ მიაღწევ რა ყოფიერებისთვისაც შენ ღმერთმა შექმნა. და ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ღმერთსა და ღმერთში და ღმერთი რო არ ვიცით როგორია რა, მაგრამ მოვიდა ადამიანად და დამენახა და მითხრა რომ მე ვარ. ქრისტე მეუბნება რომ მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ყოფიერება, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ გზა, მე ვარ ყველაფერი აქვს. მე შენ რო გული გიცემს, ესეც მე ვარ. შენ შენი შვილიშვილის რო ყველაფერი კარგად აქვს, ესეც მე ყველაფერი მე ვარ მეუბნება. იმიტომ რომ მე ვარ სიცოცხლე. ატომგულის გარშემო, პროტონის გარშემო ელექტრონი პირობითად თორე რა ხდება კაც მარიცის, მაგრამ ეს მოძრაობს, ესეც ყველაფერს მე ვაკეთებ. ყოვლის მპყრობ მე ვარ. ეს არის ქრისტიანული აქსიომა ერთ-ერთი. ამიტომ ჩემს გარეშე ვერ იქნები ბედნიერი. როგორც ლეკვი და როგორც ზაღლი შეიძლება იყო ბედნიერი, იმიტომ რომ ლეკვი ერთობა ზაღლისთვის მაგალითად უმაღლეს ბედნიერება პატრონის ხელი და რო საჭმელს ჭამს. მე როტვეილერი მყავდა ადრე წლების იქით და როტვეილერი ხეცი ზაღლია და გადახანი ცოტა ხოლმე გაბრაზება რა, შემოგიღრენდა და ნუ აქედან არჩევანია რა, ცოტა მკაცრად მოექცე და თავისი ადგილი მიუჩინო
და მეორე სიყვარული და მე ვარჩი ახლა ღდელი ვარ და სიყვარულით ვარჩი და რას ვაკეთე მაკარონი ვიყავდა ძალიან მოხარშული და გაბრაზებოდა და რასროშებოდა და ხელის გულზე კბილებს დაკრიჭავდა ხოლმე როტვეილერია რა დავიყრიდე ხოლმე ხელის გულზე მაკარონს და მიუტანდი და ერთი გენახა თუ წარბები ესე თვალები ესე და ალოკავდა და თავს ჩამადებდა და მორჩა ბედნიერი იყო მე არ მინდა ეგეთი ბედნიერება კაცო მე ადამიანი ვარ გესმის მე არ მინდა რაღაც მესიამუნოს ხორციელა და თავზე ხილი გადამისვა და არ არის ეს საკმარისი ჩემთვის ამბიციური ვარ ბათოშურის ქრისტიანები მაგარი ამბიციური ხალხია მე ესე ვეუბნები ხოლმე ღონე მიხდილ ქრისტიანებს რომ მოვლენ ჩემთან პრობლემები დამძიმებული და განსასწრებელი და რაღაცა ესა ვეუბნები არც ხვენია პრინცი ხარ თუ გოგონა პრინცესა ხარ ვეუბნები სამყაროში და რამ ჩამოგაყრევინა ესე ყურები ვეუბნები მე მინდა დასასრულს რამდენიმე ციტატა უბრალოდ ამოგიკითხოთ გოგითხარეთ სახარებისეული ტერმინით ბედნიერება ნეტარება ყველა მისი 9 ნეტარება ამიტომ 9 ნეტარება არ მოვწერე იმიტომ რომ ნეტარი ყვნეთ ლახაკნეს ფოტოშოპი ძალიან საინტერესოა აი ბედნიერება მინდა და რითი იწყება რითი იწყპირველი რა არის ნეტარ ბედნიერია ვის სულით გლახაკია გესმის რამ ხელა სიღრმეა რას ნიშნავს ეს ნეტარი ყვნე მგლოვარენი გესმით რას ნიშნავს ეს იმ ხელა საიდუმლოებაა და იმ ხელა სიდიადია ქრისტიანობაში ბედნიერი ხარ როცა ესე გლახაკი ხარ თან სულით რა არის ეს მგლოვარებ ბედნიერი ხარ როცა მგლოვარებ რას ნიშნავს ეს ამიტომ მეგენი არ ამოვწერე და ხა არც ამაზე არ ვსაუბრობ იმიტომ რომ ამაზე რომ დავიწყო დღეს ხვალსაღამოსაც აკვიჯდები ბათოშურის აი ეს სიტყვები რომელიც თელი დღე მქონა აკვიატებული პირველ ასას წავიკითხავ ეს არის მათეს სახარებიდან იოანეს სახარებიდან პავლე მოციქულის ეპისტოლებიდან და ბოლოს იოანეს გამოცხადებიდან რამდენიმე ამონარიდი ნახეთ ქრისტეს ეხება ძირითადად განკაცებულ ღმერთს ნეტარარს ანუ ბედნიერია რომელი არა დაბყოლდეს ჩემდა მომართ და საინტერესო სიტყვებია გესმით რომ ქრისტეს მიმართ ბყოლდება ადამიანი ქრისტე ღმერთია თუ არ არის ღმერთი რასაც ამბობს სწორია თუ არ არის სწორი რამდენად ვენდო არ ვენდო და ასე შემდეგ გესმით და სულ აქვს ეს განსასწრელი დროს განსაკუთრებით რაღაც პრობლემა მაქვს ხო ნეტარია ვინც არ დაბყოლდება ჩემს მიმართ ანუ არ დაეჭვდება ჩემში ეჭვს არ შეიტანს ჩემს სიტყვაში უკვე ეს ერთ-ერთი წყარო ხო აი რაღაც იმპულსივით ბედნიერებისა მაგალითად ქრისტე ამბობს თვალნი თქვენი ნეტარ არიან ანუ ბედნიერი თვალი გაქვს რომ ბედნიერი თვალი ნიშნავს რომ ბედნიერი ხარ ხო რამე თუ ხედვენ და ყურნი თქვენი ასევე ნეტარ არიან რამე თუ ესმის ანუ ჩვენ რო სახარებას ვკითხულობთ ჩვენ ბედნიერებას უნდა განვიცდიდეთ იმიტომ რომ galaktikების რა შემოქმედებითი ენერგიითაც შექმნა ღმერთმა galaktikები იგივე შემოქმედებითი ენერგია დევს სახარებაში როცა ქრისტეს სიტყვებს ვკითხულობთ ოღონდ ის ამ შემთხვევაში შეფუთულია ადამიანურ სიტყვაში უსასრულო ძალმოსილების ენერგია დევს და აი ნეტარია ვისაც ეს ახლა ესმის ანუ შეიძლება სახარებას კითხულობდეთ და ვერ გაიგო ხო როგორც ახლა ბახის მუსიკა არ ესმის ძაღლს მაგალითად და ზოგიერთ ადამიანსაც არ ესმის მაგრამ თუ გაიგე ხო მაგარია ხო დიდებულია რაღაც ეგეთია უნდა გაიგო და თუ გაიგე ეს საოცრებაა მიუგო იესო და რქვა მას ნეტარ ხარ შენ ბედნიერი ხარ შენ სიმონ პეტრეს ეუნება რა ნეტარ ხარ შენ სიმონ ბარიონ ანუ პეტრეს ეუნება რამე თუ ხორცთა და სისხლთა კი არ გამოგიცხადეს არამედ მამამან ჩემმა ზეცათა მან ანუ პეტრე როცა მიხვდა რომ მის წინ ჩვეულებრივი ადამიანი კი არ დგას არამედ მის წინ ძეღმერთი დგას სამყაროს შემოქმედი ადამიანად მოსული პეტრეს ეუნება რომ შენ ბედნიერი ხარ იმიტომ რომ შენს გულს ღმერთმა გამოუცხადა ანუ როცა ჩვენს გულს შეეხო ღმერთი და ჩვენმა გულმა დაგვიდასტურა რომ ქრისტე ღმერთია იმ წამიდან იწყება ადამიანის ნამდვილი ბედნიერება მიუგო თავადმან ანუ ქრისტემ და თქვა ნეტარ არიან რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ ანუ ბედნიერების ერთ-ერთი კიდე გამოვლინება რომ ღვთის სიტყვას ისმენ და დაიმარხავ ანუ აღასრულებ მისით იცხოვრებ თქვამას იესო ეს თომა მოციქულს ეუნება როცა მე ირწმუნა თომა მიხილე და გწამს ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვწმენე და მე ხო არ მიხილავს ესე როგორც იხილა თომა მაგრამ ვირწმუნე ეს ანუ მე ბედნიერი ვარ გესმით
და მე ამას ჩემთვის ყოველ დღე რო ვიხვიძებ დილას, უცებ მახსენდება, რომ ქრისტეს ღმერთობის მწამს, მან რო ეკლესია დაართა, ეკლესიის როგორც საიდუმლოების მწამს, პლუს მომცა საშუალება მისი მსახური ყოფილიყავი, სრული სისავსე მაგ ბედნიერების. ადამიანმა უნდა გაახსენოს საკუთარ თავს. და კიდე ბევრი რამე, თქვა, რამდენი ჩვენ ხშირად ჩვენს განუხორციელებელ მიზნებზე ვფიქრობთ და მწუხარებაში ვარდებით და რამდენი სიკეთე მოგვეცა ღმერთისგან ამას ვივიწყებთ და ამიტომ ბედნიერები ვერავ ვართ ხოლმე. ნეტარ არიან რომელთა მიეწევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარეს ცოდვა. აქ უფალი გვეუბნება ნეტარების ერთ-ერთ კიდე საიდუმლოებას, ბედნიერების საიდუმლოებას, რომელსაც ცოდვა მიეწევება. აი გახსოვთ გითხარით, რომ აი ვერტიკალში რომ ესე იგი გასწორებული მაქვს ყველაფერი და ეს ცოდვა თუ აღარ მტანჯავს, დამოკლეს מחვილივით თუ აღარ არის ჩემზე ჩამოკიდებული, ეს მე ბედნიერებას მანიჭევს, იმიტომ რომ აი სინდისი გახსნილია და სუფთა მაქვს. სინდისი ღმერთთან ურთიერთობაში და ეს მე აი სულიერი ჟანგბადით მავსებს და ეს ბედნიერებას გვანიჭებს. ნეტარ არის კაცი, რომელს არა შეურაცხა უფალმა ცოდვა, აი ცოდვები რომ მიგეტევება, ვისაც ეს განუცდია, როცა ძიმე ცოდვა ჩაგიდენია და მე ახსარებაზეც მოსულ ხარ და როცა უფალი მოგიტევებს და შენი გული რო გძნობს, რომ გეშინო და იმიტომ რომ ღმერთის წინაშე ცოდვილობა, ძნელი განსასწრებელი და ყოველ წამ შეიძლება მოკვდე და ამით ღმერთის დაკარგვა ჯოჯოხეთია და უცებ გული გიდასტურებს, რომ მიტევებული გაგ და მოდის სიმშვიდე, ღვთისადმი უსაზრო მადლიერება და მერე სიხარული მოდის და თლიანობაში ეს სიმშვიდე, მადლიერება, ნდობა, სიხარული თლიანობაში ეს უკვე როგორც ბედნიერება ისე შემოდის შენში და ამიტომ ამბობს. ნეტარია ის, ვისაც ღმერთმა ცოდვა მიუტევა. ასევე მოვადოთ ნეტარს ამას სასოებასა და გამოჩინებასა, დიდებისა, დიდი საღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს, ანუ ჩვენ დიდი ღმერთის იესო ქრისტეს გამოცხადებას, მოველით მის დიდების დაბრუნებას, მოველით ჩემს გარდაცვალებას, მოველით ჩემს ყოველწამიერ შეხვედრის შესაძლებლობას მასთან, ანუ სამი ტიპის მოლოდინია, ანუ ყოველთვის ვახსენებ იესო რომ ეს შეხვედრა ზიარების დროს მოველი, ლოცვის დროს მოველი, მისი დიდებით დაბრუნება, რომ ასეთ ადამიანებს რომ აშინებ ხოლმე მეორედ მოსვლა იქნება. თუ ისი მოსვლა იქნება ქრისტესი, მეც ეგარ მიდაგავს, რას მაშინებ. და გარდაცვალებით, ქრისტიანს არ ეშინია გარდაცვალების, ეს მასთან შეხვედრა, ვინ ძალიან გვიყვარს. და აი, როცა ადამიანს ეს მოლოდინები აქვს, კი არ გაურბის, არამედ მოლოდინები აქვს, ესეთი ადამიანი ნეტარია, ნეტარებას გვანიჭებს ეს. აი, გამოცხადების რამდენიმე ამონარიდი, 4 ამონარიდი, მესმახმა ზეცით, რომელი მეტყოდა ვითარმე დაწერე. გამოცხადება შეიძლება იოანე მოციქულს დაწერე და რას წერს? ნეტარ არიან კვდარნი იგი, რომელი უფლისამიერ მოკვდნენ ამიერიდან. ანუ უფლისამიერ მოკვდნენ რას ნიშნავს? გარდაიცვალენ ქრისტეში. აი უფალი ამბობს ესეთ რამეს, რომ ესე იგი ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ანუ სიკვდილს ვერ გაიგებს. როგორც კი მისი ხორცელი თვალი დაიხუჭება, აეხილება თვალი ქრისტეში, ანუ სიცოცხლეში, ანუ ეგრევე ბედნიერებაში გადის. ამიტომ ამბობს, ნეტარია, ვინც ქრისტეში მოკვდება, ანუ გარდაიცვლება. ამიერით იტყვის სული, რათა განისვენოს შრომათაგან მათა და საქმე მათი შეუდგეს მათთანა. ანუ რაც კეთილი საქმე აკეთა, ეს მისი ზღვენივით გაყვება ამას, ასე შეიძლება. საგზალი, მისი საგზალი და განისვენოს შრომათაგან. რა შრომაზეა საუბარი აქ? როდესაც მე ჩემ ეგოიზმს, ჩემს ანგარებას, ჩემს მრისხანებას, ჩემს უსიყვარულობას, ჩემს ზოგადად ურწმუნოებას, ყოველგვარ ჰედონიზმს და შემდეგ, როცა სულ ვებრძოდი, იმიტომ რომ ჩემსა და ქრისტეში ვარ, სულ ესენი დგას, სიამაყეს, ამპარტავნებას, აი ეს ბრძოლა არის შრომა და აქედან მათავისუფლებს. იმიტომ რომ ყველა მანკიერებებს აქ ვტოვებ მე. და უფალთან მივდივარ. თუ რამე სიკეთე მქონია, ისიც ღვთის დახმარებით არის, ხო, სიკეთე, აბა როგორ არის ეს ყველაფერი? აი, უფალი ამბობს, ერთი ჭიქაწყალიც კი რომ მიაწოდო, ჩემი სახელით, ჩემს მორწმუნეს. ჭიქაწყალი რა არის, რომ აი ქრისტიანს მიაწოდო ჭიქაწყალი. ესეც კი არ დაგეკარგება, უფალი ამბობს და ხო, ჭიქაწყალზე მეცას აკეთებს ზოგი ადამიანი, ხო, ამიტომ ეს ყველაფერი არ დაიკარგება. ესე რა მოვალ, ვითარცა მპარავი, ანუ ვითარცა ქურდი მოვალ, ქრისტე ამბობს. და ნეტარ არს რომელმან იღვიძოს, აი ეს ღმერთთან შეხვედრას გარდაცვალებით იქნება თუ ჩემი გულის მოხილვა იქნება თუ მისი დაბრუნება იქნება დიდებით, ყველაფერი ეს ხდება მოულოდნელად. ეს ყველა ვიცით მეტნაკლებად თვისას სულიერი ცხოვრების გამოცდილება აქვს, როგორ მოდის ეს ჩვენს გულთან როგორ ხდება.
უცებ შეგეხება ის არელი შეიძლება კალითებს შეცხავს და უცებ მის გულს ღმერთი შეეხოს. ჩემ დაზახილზე ესე არ მოდის. აბა მოდი ღმერთო ეგრე არ ხდება. იმიტომ ის თავისუფალია. როცა უნდა მაშინ მოდის. თვითონ როცა ჩათვლის საჭიროდ, როცა ჩემთვის ეს სასარგებლოა და ასე შემდეგ და ამიტომ ყოველთვის მოულოდნელია. ასევე გარდაცვალებას მოულოდნელი იქნება თუ თავი არ მოიკლა ადამიანმა და უფლის დაბრუნებად. და ნახეთ, როგორც ქურდი ისე მოვალ, როცა არ მომელი და ნეტარი ვინ არის, ვისაც ღვიძავს. ანუ ჩემთვის მოულოდნელი იქნება და თან არ იქნება მოულოდნელი, იმიტომ რომ ყოველ წამს გელოდები უფალო და მოულოდნელი როგორ იქნები? ერთი სული მაქვს, როდის იქნება ეს, რომელმან იღვიძოს და დაიმარხოს სამოსელითვისია სამოსელი პირველი, ანუ სამეფო, მე ხო მეფიშვილები ვარ, სამოსელი ნიშნავს სწორ ცხოვრებას. ანუ როცა სწორი ცხოვრებით ცხოვრობ, რათა შიშვლად არ ვიდოდეს, ანუ არ იყო განძარცვული სიკეთისგან. და ხედავდნენ უშვერებას ამისმა, განძარცული, როცა არის ადამიანი და მისი უშვერება, ანუ ესე იგი კეთილი საქმებისაგან განძარცული, როცა ჩანს მისი დაცემული ბუნება, ეგოიზმი, ანგარება, სიამაყე, მრისხანება, ბოღმა და 1000 რაღაცა. რქვამე, დაწერე, ვითარმე ნეტარ არიან წოდებული სერობას ამას კრავისას, ანუ ქრისტეს სუფრაზე ვინც მოწოდებულია, ანუ ქრისტიანები, ყველა ქრისტიანი ბედნიერია პოტენციაში ამას ამბობს. და ბოლოს ნეტარ არის და წმინდა, რომელს აქუნდეს ნეტარია ის და წმინდა, ვისაც აქვს ნაწილი აღდგომას ამას შინაპირვასა. პირველი აღდგომა იცით რა არის? როცა შენ აქ ხორცში მყოფი, ქრისტეს შეიცნობ და მისი მიმდევარი ხდები. ეს არის პირველი აღდგომა. და მათზე და მეორესა სიკვდილს არ აქვს ხელმწიფება და ვინც პირველ აღდგომის თანამონაწილე ხდება და ვინც ქრისტეთის ცხოვრებას იწყებს, მასში პირველი სიკვდილი მოვა ხორციელი, მაგრამ მეორე სიკვდილი, სული სიკვდილი არ მოვა. ამიტომ მეორე სიკვდილს ძალაუფლება არ აქვს. და ესეთი ადამიანი მღვდელი იქნება ღმერთის წინაშე, ანუ ესე იგი ღვთისმსახური იქნება, ყველა ერისკაციც. და ესე იგი მასთან ერთად მარადისობაში იცხოვრებს, ესეთი ადამიანი არის ნეტარი. და კიდევ ერთი და ამით დავასრულებ. ბედნიერებას ადამიანი რაც არ უნდა მისთვის ღირებული რამ არსებობდეს, რაღაც, ეს არის ღირებულება ჩემთვის და ეს ღირებულება არის ჩემი ბედნიერების წყარო. თუ ეს ჩემს გარეთ არის და ჩემს შინაგან გამოცდილებაში ანუ ამ შემთხვევაში რა არის? და დავლიო. არა უჭის, კარგი წყალია. ანუ მე თუ მაბედნიერებს წყალი და ეს წყალი ჩემს გარეთ არის, ლამაზი ამშვენიერია, ესე იგი ელვარებს, აშორიოა სხვათა შორის, ესეც ყველაფერი, მაგრამ თუ არ დავლიე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბედნიერების წყაროა, ეს ჩემში თუ არ შემოვიდა, მე ეს არ მაბედნიერებს. ეს თუ განვავრცე, ყველაფერი შეესია სხვათა შორის, მიწაზე. მაგრამ ეს თუ განვავრცე, ღმერთთანაც მივალ და ღმერთთანაც იგივეა. მე ვიცი რომ ქრისტე მოვიდა ადამიანად, ღმერთი არსებობს, ღმერთი მოვიდა ადამიანად, ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს გარეთ თუა. მე ეს არ მაბედნიერებს. ეს ლოგიკა იქაც მუშაობს. აბა რა ვქნა ახლა, რა გავაკეთო, შევჭამო ღმერთი თუ რა? დიახ, უნდა შეჭამო ღმერთი. და უფალი ნახე საოცრებას ამბობს, თავის განხრთობილ სხეულზე ამბობს. ეს განხრთობილი სხეული უკვე ღმერთის სხეულია, იმიტომ რომ იესო ქრისტეში ადამიანური პიროვნება კი არ არსებობს. ეს პერსონა, პიროვნება ერთია, რომელიც არის ღმერთის და ადამიანის ერთდროულად. ამიტომ ქრისტე რო გიყურებს, ღმერთი გიყურებს, ქრისტე რო გელაპარაკება, ღმერთი გელაპარაკება, ქრისტე რო ხელს დაგადებს, ღმერთმა დაგადო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ხელია, მაგრამ ეს ადამიანის ხელი ღვთაებრივი პიროვნება განუკუთვნა საკუთარ თავს. განაღმრთო, გამდიდრა ღვთისთვისებებით და დაждდა მარჯვენით მამისა და უცებ გეუბნება, შენ უნდა შეჭამო ჩემი ხორცი და სისხლი და მე შენში შემოვდივარ და შენში მარადიული სიცოცხლე დაიწყება. და ეხლა მეც აღარ განვაზოგადებ, მარტო ამით არ განისაზღვრება, მარტო ეს არის მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს შინაგანი ლოცვის პრაქტიკა, გონების მიერი ლოცვის პრაქტიკა, არსებობს უფლის სიტყვები, რომ ყოველი ადამიანის გულთან დგას და რექს, რომ ვიღაცამ შეუშვას და ასე შემდეგ. თლიანობაში ესეა. დიახაც, ღირებულება როგორიც არ უნდა იყოს, ის თუ ჩემს გარეთ დარჩა, მე ის ბედნიერს ვერ ხდის. ღირებულება, რომელიც არის ბედნიერების წყარო, ბედნიერს ხდის მაშინ, როცა ის ჩემში შემოდის და უცებ ქრისტიანობა მეუბნება, შენ ხარ შექმნილი როგორც ჭურჭელი, აი მაგალითად ძაღლი და მაიმუნი არ არის ჭურჭელი. ეს არის ბიოლოგიური არსება.
შენ ხარ შექმნილი როგორც ჭურჭელი, რომელსაც აქვს შიგნით უსასრულო მისტიკური სივრცე, რომელიც შეიძლება გახდეს ტაძარი თუ მასში ღმერთი შევა. და ქრისტიანი არის ის, ვინ ჭურჭლიდან გახდა, გადაიქცა ღვთის ტაძრად, რამე თუ მასში ღმერთი უნდა ცხოვრობდეს. სამყაროს შემოქმედი მკვიდრდება ადამიანის შიგა სამყაროში, შიგა მისტიკურ სიღრმეში, რომელსაც ქვია სულიერი გული, ასე ვთქვათ, ან გული გონიერი. ეს დას ნიშნავს, დიახაც, ადამიანი ბედნიერი ხდება ღმერთთან ერთობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი ადამიანში შიგნით ივანებს. ქრისტიანობის 2000 წლოვანი მისტიკა, რომელიც ღმერთის ადამიანად მოსულიდან გამომდინარე არსებობს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღმერთი ჩვენში დამკვიდრდეს და ადამიანი უკვე ჯერ კიდევ ხორცში მყოფი ხდება სრული ბედნიერი, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენში. ეს არის ქრისტიანული გაგება ბედნიერების. ერთი რაღაცა დაგვრჩა მხოლოდ. ეს ჩვენ უნდა შევასრულოთ და მაშინ მართლა ბედნიერები ვიქნებით. ნუ სასწაული ლექცია ძალიან მისიამოვნე. ერთი კითხვა მაქვს, რომელიც ჯონათან ჯექსონს დაუსვე. ამის დროზე. მაიკლ ჯექსონი არ გეგონოთო, ხო? ჯონათან ჯექსონი მსახიობი და ქრისტიანი მართლმადიდებელი და აი მამა თეოდორეს და ჩვენი რეგლის და საბერძნეთის მხრიდან ხელშეწყობით და ჩვენი ტაძრის წინამძღვრის რეგლის მონდომებით ქონდა საუბარი ძალიან დიდ ვარსკვლავთან. ჰოლივუდის, რომელიც მოიქცა მართლმადიდებელი დღეს. კითხვა ასეთია, სად გადის ზღვარი ჭეშმარიტებასა და ილუზიას შორის, რომელსაც აფარებული აქვს ჭეშმარიტების საფარი და მე ახლა მაგალითზე აგიხსნით რაც გულისხმობ. როდესაც ისრაელში მქონდა კონცერტი ჩვენ დაგვიკირავეს ებრაელი გიდისა პეტერბურგელი ძალიან ინტელიგენტი და განათლებული ადამიანი, რომელმაც წაგვიყვანა წმინდა ადგილებში. და საუბრის დროს ესეთი რამე თქვა, რომ ქრისტეო იუდამო კი არ გასცა, არამედ მიეხმარა, რომ შეესრულებინა მისი საღვთო მისია. რომ დააკვირდე რაღაცა მომენტში შეიძლება იფიქრო ადამიანმა, რომ როგორც დაადგინა ღმერთმა, ისე იყო და პრინციპში იუდამ შეიტანა ამაში თავისი წვლილი, მაგრამ ეს ხომ ჭეშმარიტება არ არის და სად არის ჭეშმარიტება? სად გადის ეს ზღვარი, რომ მე ვიფიქრო ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც მეჩვენება, იმიტომ რომ ადამიანს გული წამდა, რომ იუდამ კი არ გასცა პირიქით ხელი შეუწყო იმას, რომ ქრისტეს აღესრულებინა საკუთარი მისია. სხვათა შორის ეს ჩვენი მეგობარი, ვინც ეს თქვა, არ იყო ორიგინალი. ეს არ იყო მისი უბრალოდ გულისმიერი, შეიძლება იყო გულისმიერი, მაგრამ მისი ორიგინალური აზრი არ იყო, ეს არის ძალიან გავრცელებული აზრი, გნოსტიკურ სახარებებში არის მსგავსი აზრი და პირველი საუკუნიდანვე უკვე იყვნენ ეს გნოსტიკოსები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წარმართობისა და ქრისტიანობის შერიგებას, იმიტომ რომ ხედავდნენ ქრისტიანობის მეორე საუკუნიდან იწყებოდა ეს მოძრაობა, ხედავდნენ ქრისტიანობის მზარდ პოპულარობას და უნდათ რომ რაღაცთან მოსწონდათ ეს ლამაზი მოძღვრება ღმერთი ადამიანად მოვიდა. ამ შერიგების ფონზე რაღაც თავის სახარებებს ქმნიდნენ. იყო უამრავი სექტა ამისი და ერთ-ერთი აზრი თქვა, რაც მათში არსებობს, არის სწორედ იუდასთან დაკავშირებით ეს აზრი, რომელიც ესე იგი ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტებად, იმიტომ რომ სახარების სულს ეწინააღმდეგება. სახარებაში სიუჟეტურათაც კი ჩვენ ვხედავთ, რომ იუდას არანაირი საჭიროება არ არსებობდა გაცემისა, იმიტომ რომ მას ქრისტეს მოკვდინება, რაც ღვთის განგებულებაში შედიოდა, მრავალგზის შეეძლოთ ფარისევლებს, უბრალოდ ქრისტე იქ წერია, რომ ქრისტე ამბობს, რომ ჟამიჯერ არ დამდგარა, თავად უფალი ამბობს და ხანდახან ქრისტე, რომელიც სასწაულით საკუთარ თავს არასოდეს არ იხსნის ხოლმე, აი მაგალითად რო შია, ხო? ეშმაკი ეუბნება, რომ ქვები უყურებად გადააქცია და შეჭამე და არაკეთებს ამას.
მაგრამ აი რამდენიმე შემთხვევა ვიცით სახარებაში, როცა სასწაულებრივად საკუთარ თავს დაეხმარა, რომ არ მოეკლათ. მაგალითად, აი შემოესიან, რომ დაიჭირონ და მოკლან და უცებ მათ შორის ესე წავა და ისე გადის თითქოს ხორცი არ აქონდეს და რაღაც, აი ესე გაივით და წავიდოთ. ამდენჯერმე, ანუ ალოგიკური სცენები არის სახარებაში. ანუ მე მის თქმა მინდა, რომ ის რომ ქრისტე მოეკლათ, ამ იუდას არანაირი საჭიროება არ არსებობდა რა. უბრალოდ ქრონოლოგიურად იმ სიტუაციაში ეს და იქ თუ არ იქნებოდა, თუ იმ შემთხვევაში სხვა შემთხვევაში მოხდებოდა ეს და სხვანაირად მოხდებოდა. ამიტომ ეგ ქრონოლოგიურადაც კი არაზუსტია, ეგ ერთი და მეორე ამით არის მცდელობა რაღაცნაირად ჩემი აზრით ეს არის ჯერ კიდევ ხოგენებ მაშინ მეორე საუკუნიდან მოდის ეს ჭეშმარიტ სწავლებას, რომელიც საყოველთაო სწავლებაა ქრისტიანული, ამასთან დაპირისპირება მომხდარიყო. და რაღაცნაირად გამართლება აი ამ იუდას, ანუ ღალატის ცოდვის. აი ერთი და რაც შეეხება ჭეშმარიტებასა და შენ თქვი ილუზიას შორის, ზოგადად ჭეშმარიტებასა და ილუზიას შორის ზღვარი ძალიან ფაქიზია, მინდა გითხრა. სიფრიფანაა უფრო სწორედ, ამის გარჩევა ძალიან რთულია და ეს სულიერ ცხოვრებას მუდამ ახლავს თან. აი მაგალითად ის რომ თქვა შენში, ნახე როგორ არის ღმერთი, რომელიც არის ტრანსცენდენტული, თუ მასთან კავშირი არ მექნა საერთოდ, მაშინ ღმერთი ჩემთვის გინ არსებულა, აი მაგალითად ცხოველი ხო გითხარით, ცხოველისა და ადამიანის შორის განსხვავება რა არის? ადამიანი თეოლოგიური არსება, მას ტრანსცენდენტული ყოფიერების აღქმის უნარი აქვს და ცხოველს ეს არ შეუძლია. ესე იგი, თუ მე ღმერთის აღქმის უნარი საერთოდ არ მაქვს, ჩემსა და ცხოველს შორის ამე განსხვავება კი არ არის. ეხლა ღორს მაგალითად, ხო? ღორს არანაირი აღქმა შეუძლია, აი როგორც ქვას არ ექნება აღქმა ღმერთისა, ისე ღორს არ ექნება ღმერთის აღქმა და მაიმუნს. გესმით? ანუ ერთის მხრივ ღმერთი ტრანსცენდენტულია, მაგრამ ის თუ აბსოლუტურად ტრანსცენდენტული დარჩა ესე, მე ცხოველის მდგომარეობაში აღმოჩნდები და რადგან ცხოველი არ ვარ, ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდები, მაგრამ ღმერთი იმანენტური, ანუ შეგრძნებითად რომ უნდა იყოს. ხო, მაგრამ ეს შეგრძნება სუბიექტური შეიძლება იყოს, გესმის? ანუ მე რასაც განვიცდი ჩემი რელიგიური ცხოვრების დროს, ობიექტურ ჭეშმარიტებას ასახავს თუ არ ასახავს. ეს არის ძალიან რთული საკითხი, მინდა გითხრათ. ანუ თუ სუბიექტურად ღმერთს არ განიცდი, სიმონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ შენ ქრისტიანი საერთოდ არ ახარ. მაგრამ თუ განიცდი, ის რასაც განიცდი ღმერთია თუ შენი თქვათ ფსიქოსომატური მდგომარეობა ასეთი და ამგვარი. ამიტომ ეს არის ძალიან რთული საკითხი და აი აქ ზუსტად მოძღვრის როლი, როცა ჩვენ საუბრობთ მოძღვარზე. მოძღვარი ის კი არ არის უბრალოდ მისთანაც ახსარებას ამბობ. მარტო ან მოძღვარი არის ის ადამიანი, რომელიც აი ამ ნიუანსებში გეხმარება, როცა შენ ეს ნიუანსები, როცა როგორც პრობლემა მიგაქ მოძღვართან. ამ პრობლემის წინაშე ყველა ღვთისმაძიებელი ადამიანი დგება. და მოძღვარი აქ გეხმარება. მეცაც გეტყვით. აი დღეს ფიქრობდი ამაზე და პრაქტიკულ მაგალითებზე. ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ისე გაიზარდოს ქრისტეში, რომ მოძღვარი არ ყავდეს, 90%-ზე მეტი, შეიძლება მეტიც, ძალიან ცუდად ამთავრებს სულიერი ცხოვრებით კი არა, ფსიქოსომატური ცხოვრებით ამთავრებს ცუდად, ზოგ შემთხვევაში ფსიქიურ აშლილობამდეც კი მიდიან. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. აი როგორ შეიძლება მაგალითად, აი მუსიკოსი ხარ ხო მაია, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა მუსიკა ისწავლოს ისე, რომ მას არ ყავდეს პედაგოგი. როგორ შეიძლება ადამიანმა თქვათ ისწავლოს თქვათ რომელიმე მედიცინაში თქვათ და ნებისმიერ დარგში, ხა მოდი აღარ გავაგზავნოთ, ხა ბავშვები ხო არ ვარ, რომელიც სფერო შეიძლება არსებობდეს, სადაც ადამიანი შეიძლება გახდეს მართლა, ესე იგი, სამაგალითო თუ მას არ ყავს პედაგოგი და მოძღვარი და თუ ეს მიწიერ სფეროში ესია, როგორ შეიძლება შენ ღმერთი იპოვო, თუ არ ყავს წინამძღვარი, რომელსაც გამოცდილება აქვს მასთან ურთიერთობით. მით უმეტეს სულიერი ცხოვრება როგორი ესე იგი ეს არის ლაბირინთი უსასრულო შესაძლებლობებით, სადაც აბსოლუტური სიბნელია. იქ შედიხარ შენ და პლუს იქ შმაკუნები არიან, რომლებიც ავიძაღლებივი და მხეცებივი დაგდებენ. როგორ უნდა გაიკვლიო გზა თუ მოძღვარი არ გეყოლება? აი ესეთ ფაქის ნიუანსებში, აი ესეთ ფაქის სიფრიფანა საკითხებში დგება, იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც მრავალი ათეული წელი მიუძღვნეს ქრისტიანობას, თავი დადეს და ბოლოში უბრალოდ
ფსიქიურად აურიეს. იმიტომ რომ მათ არ ყავდათ წინამძღვარი. მადლობა. პირველი მადლობა. ეხლა საკითხი მეორე. ჩვენ თქვით, რომ ჩვენსა და ქრისტეს შორის დგას ამბიცია, ეგო, რაღაცა ის რაც გვიბიძგებს ცხოვრება. ჩემსა და ქრისტეს შორის ნამდვილად დგას, თქვენთან არ ვიცი. ალბათ ყველას, საზოგადოებრივ ალბათ ადამიანებს ეგ გვაწყობს. ამ ყველაფერს თუ ჩამოვიცილებთ, რა გრჩება? და მაშინ ადამიანმა როგორ უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში წარმატებას და ვერ ვიტყვით, რომ ამ ცხოვრებაში ჩვენ არ გვჭირდება წარმატება, ხო? იმიტომ რომ არსებობს. არა, ერთი წამით მე ვთქვი, რომ ამ ცხოვრებაში წარმატება არ გვჭირდება მეთქი? ჩემი ინტერპრეტაცია. არა, ეგეთი ინტერპრეტაციები ძალიან საშიშია. მე არ მეთქვია ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ცხოვრებაში ჩვენ წარმატებები არ გვჭირდებოდეს, არ გვაინტერესებდეს. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ კაი გაგებით ეს ამბიცია არა გვაქვს სწორი, რომ ჩვენ გვინდა წარმატებული ერი ვიყოთ. პირიქით, მე არ მეთქვია ეგა. მე პრიორიტეტები დავალაგე. თორე როგორ ასლაპარაკო, წარმატება როგორ არ გვჭირდება? ჭირდება. მაშინ რას მოაქვს წარმატება და პირველობა თუ არა, ჟინის თუ არა, ამბიციას თუ არა ასეში. ეს ჩემი პირადი. მე არ მეთქვია რომ ამბიცია ცუდია. ესე იგი რაღაცას მაბრალებენ. მე ვთქვი რომ ეგოიზმია ცუდი და ამბიცია. ეხლა მაგალითად, აი გამოდივარ მე ადამიანი და ბედნიერებაზე გესაუბრებით, მწყერტყელად. ეს ამბიცია არ არის? წეგან კიდე უფრო მეტი ვთქვი, მე ღმერთის შვილი ვარ. ამაზე ნაკლებზე თანახმა არა ვარ მე. ღმერთის შვილობაზე ნაკლებზე თანახმა არა ვარ, ქრისტიანი ამბიცია არ არის. ადამიანი ჯარისკაცს რომელიც გენერლობაზე ოცნებობს, ამბიცია არ არის. გესმის, ნებისმიერ სფეროში რომ წარმატებას გინდა მიაღწიო, ეს ამბიცია, კეთილი ამბიცია როგორ არ არსებობს? ეგოიზმი სხვა რამეა. ეგოიზმი ეს არის ადამიანის უკიდურესი ინდივიდუალიზმი, რომელიც ჩვენში კლავს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ნიშანს ღვთისხატობისა და მსგავსობისა პერსონალურ არსებობას, პიროვნულ არსებობას. ეგოიზმი, აი მარტივად რო ვთქვა, აი წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც ცხოვრობს მარტო, არის კეთილშობილი, არაფერს უც არ აკეთებს, არაფერს არ უშავებს, როგორ მარტო ცხოვრობს რა. კაცი ვთქვა 40 წლის მოხუცი დედა ყავს, რომელსაც გონია რომ შვილი ისე 4 წლის არის, ერთ-ნულს აკლებს ყოველთვის და დახფოფინებს ამ თავის შვილიკოს, ეს თავის დედიკოს, ესე იგი მე დიდ ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ იქ საჭმელი დაურეცხავს რაღაცა, სამსახური აქ ისეთი ლაითად იღლება, არ იღლება, ხო და რაღაც ესე ცხოვრობს. და უცებ 40 წლის ასაკში ამ კაცმა მოიყვანა ცოლი. და დედასთან ერთად შეეძინა სიდედრიც. და არ დაყავდა, არ ძმა ყავდა და უცებ მულიც გაუჩნდა. მული ქვია? ცოლის და ქვია? ხო რა, ან აზრი ხო ცოლის და რაღაც ეგეთი რაღაცები გაუჩნდა უკვე რა და უცებ ესე იგი სამსახურის მერე წავიდა მეგობართან ლუდი დალია სახში მე და ცოლი დაბღვერილი დახვდა. სად იყავი ამდე ხანს გესმის უთხრა. მერე იქ რაღაცა ესე იგი სიზარმაცის გამო რაღაცა კარიერაში წაიფორხილა და ესე იგი სიდედრმა დაამუშავა დედამ ხო სიდედრმა დაამუშავა თავის შვილი და მოკლედ ერთად შეუტიეს გესმის და აღმოჩნდა რომ შარშია ეს კაცი რა. მერე ბავშვი შეეძინა და ესე იგი ღამე უნდა წამოდგეს და იმიტომ რომ ცოლი ახალნამშობიერია და არც შეუძლია და ბავშვი და ესე და პამპერსი გამოუცვალოს და კაცი გაგიჟდა გესმის და ერთი ამბავი ატეხა და რა ხდება კაცო? რა ხდება ამ კაცის თავი? ის ხდება რომ ეგოიზმის მისი ეს ქერქი იმტრევა გამიგე და თურმე უნდა სხვისთვის იცხოვროს, პიროვნებად რო ჩამოყალიბდეს. 40 წლის გახდა და ისევ ისეთი მუტრუკი ეგოისტია და პიროვნებად რო ჩამოყალიბდეს, სხვისთვის უნდა იცხოვროს, სხვისთვის. აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ესე იგი ქმარს და ცოლს მიმართავს და ეუნება ცალ-ცალკე ორივეს, რომ მათ საკუთარი თავი არ ეკუთვნით. ქმრის თავი ეკუთვნის ცოლს და ცოლის თავი ეკუთვნის ქმარს. რომ ეს ეგოიზმის ეს საშინელი მახინჯი რაღაცა ეს შემოემსხვერს ადამიანს. ეს ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, უბრალოდ ერთი მაგალითი. კი, თქვენ უფრო გაართულეთ იმას ერთულად. გავართულე. ვაი, მე გავართულე.
ქრისტიანობას არ უყვარს გამარტივება ხელოვნურს, არ უყვარს ეს. და მოდი ესე ვთქვა, რატო არ უყვარს ქრისტიანობას გამარტივება? იმიტომ რომ ქრისტიანობა ეხება ადამიანს, ღმერთი ადამიანისთვის მოვიდა. ადამიანისთვის. ანუ ადამიანს არ უყვარს გამარტივება. მე არ ვამარტივებ ცხოვრებაში არაფერს. იმიტომ რომ რთულია, თვითონ ადამიანის ფიზიოლოგია რთული არ არის. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიფიქრია იმაზე, რომ რაღაცას ვაკეთებთ მუდმივად, რომელსაც არასოდეს არ ვაჩერებთ და ძილის დროსაც ვაკეთებთ ამას. რა არის ეს? ფილტვებს ხო, სუნთქვა ესე კაი ნათქვამია. ფილტვებს აფართოვებ და კუმშავ. სულ ამას აკეთებ. არასოდეს არ აჩერებ ამას. გესმით როგორ არის რა საოცრება ადამიანი? გული ხო საერთოდ საოცრება რა არის? მარტივი არაფერი არ არის ადამიანში. თემის ღერი როგორ იზრდება? ადამიანს შავი თმა აქვს, უცებ რაღაცა სტრესს მიიღებს, შეეშინდება. წამის ყოფაში ეგეთ ფაქტები ხო არსებობს? უცებ თმე თეთრდება. რა მოხდა, კაცო? უცებ ეს პიგმენტაცია სად გაქრა? საოცრება ადამიანი. ამიტომ ყველაფერი რთულია, მინდა გითხრათ. ესეც რაღაც მაინტერესებს, როდესაც ბედნიერებაზე ვსაუბრობთ, ალბათ აუცილებელი აღნიშნოთ მენტალური ჯანმრთელობა და განსაკუთრებით დღეს ძალიან ბევრი თინეიჯერში და ახალგაზრდა ადამიანში არის ეს პრობლემა და მაინც ასოცირდება ზუსტად ბედნიერების ნაკლებობასთან და რა თქმა უნდა მორწმუნეში ეს ასოცირდება ზუსტად სულიერ ცხოვრებასთან, მაგრამ მაინტერესებს როგორ უნდა განვასხვაოთ ეს მენტალური პრობლემა როგორც ბედნიერების ნაკლებობა სულიერ ცხოვრებასთან და როგორ დავეხმაროთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რომლებსაც თუნდაც არ აქვთ ის განწყობა სულიერი და დავეხმაროთ ამ პრობლემის აღმოფხვრაში თუ შესაძლებელია. ეს კითხვა მუდამ მაწუხებს მე, იმიტომ რომ უამრავ ახალგაზრდას უყურებ, ვხედავ და მე თვითონ შვილიშვილების პატრონი ვარ და მათაც უყურებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მენტალური პრობლემა ისევე ალბათ იმასთან არის კავშირში ღირებულებების საკითხთან. მაგალითად მე მახსოვს, ახლა მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში რო კარგად წეგან კი არ ვიხუმრე ისა რა ქვია, რა ვთქვი, ისა დინოზავრების ეპოქაში ვიყავი მეთქი. იმიტომ რომ მე რო დავიბადე საბჭოთა კავშირის იყო ერთიანი ცენტრი იყო მოსკოვში და იცით ვინ იყო მაშინ საბჭოთა კავშირის ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი. ნიკიტა ხრუშოვი იცით ვინ იყო? ეს იყო სტალინის თავრობაში მყოფი ადამიანი და სტალინის შემდგომი პერიოდი იყო ნიკიტა ხრუშოვის პერიოდი. ანუ ეს სად არის რა, წარმოიდგინე რა. და ეს რატო ვასახელებ? რა პერიოდია ეს? რა ქვეყანაა ეს? ეს არის ქვეყანა, სადაც მე არ ვამბობ, რომ ღირებულებები არ იყოს, როგორ არ იყო, აბა ჩვენ ვიზდებოდით, ქართველი ბავშვები ვიზდებოდით ქართულ სკოლაში, ქართულ ენაზე და ჩვენი სოფხოდელობა განისაზღვრებოდა ილია ჭავჭავაძეთი, ვაჟა ფშაველათი და ასე შემდეგ, ანუ გოგებაშვილით და ასე შემდეგ, ასეთი ხალხით განისაზღვრებოდა ჩვენი სოფხოდელობა და სამშობლოს მოყვარე პატრიოტებად ვიზდებოდით. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ჩვენი სამშობლო, იმიტომ რომ ბარათაშვილზე რო გაიზდები და ილიაზე რო გაიზდები და აკაკიზე რო გაიზდები და ვაჟაზე რო გაიზდები და ყაზბეგზე რო გაიზდები, გურამიშვილზე რო გაიზდები, გეყვარება სამშობლო, მაგრამ იქნება ეს იყო ამით ვიზდებოდით ჩვენ. მაგრამ ამავე დროს იყო კატასტროფული, ესე იგი, იდეოლოგია ათეისტური. ეს მაშინ აღარ იყო დევნა პირდაპირ გაგებით, მაგრამ ეს იმდენად გამჯდარი იყო უკვე კულტურაში, რომ ესე იგი აი ეს ვერტიკალი წეღარო საუბრობდი, ეს ვერტიკალი ჩაჭრილი იყო. რა დონეზე იყო ჩაჭრილი? წარმოიდგინე, მე სადაც ვსწავლობდი 30 მეტრაში, ჩემს სკოლასთან იყო 30, მაქსიმუმ 50 მეტრა, 50 არც იყო. ტაძარი იდგა, ძველი ტაძარი. წარმოიდგინე, სკოლაში სწავლობ, აი სკოლის შენობაში ხო ვარ და ამ სკოლის შენობაში 30 მეტრაში, 50 მეტრაში მაქსიმუმი ტაძარი რო იყოს. და წარმოიდგინე ახლა აქ შენ პირველ კლასში შემოვიდეს ბავშვი და სკოლა ისე დაამთავროს, ისე წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში, ერთხელ არ შეიხედოს ტაძარში. აი ეს ვარ მე, რა. საერთოდ არ შემიხედი ეგ ტაძარი. ანუ ეს მარტო მე კი არა. ესები, ანუ დახურული თემაა.
ეს იყო საშინელი წნეხი და ამან წარმოშვა მთელი რიგი მენტალური პრობლემები. ჩემს მეგობრებში, ჩემს ახლობლებში ეს კატასტროფა არის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებებით ვიზდებოდით და ჩვენ ვიყავით ბედნიერები, ხშირად ერთმანეთს აი კლასელები, წარმოგიდგენთ კლასელები, აუ რა ბაგარია რა, რა ბედნიერება, რომ ქართველები ვართ არა. აი ეს დიალოგები მახსოვს მე ბავშვობაში. ანუ კიდევ ვიმეორებ, ღირებულებებით, რაინდობით, რომანტიული სიყვარულით, გოგო თუ გიყვარდა, ბიჭისთვის ღირსება იყო, გესმის? ბიჭი და გოგო ერთად თუ მიდიოდნენ და ეს ბიჭი საცემი თუ იყო, იმ ბიჭს არავინ არ გალახავდა, არ დაამცირებდა, რადგან გოგოსთან მიდიოდა, გესმის? რამდენიმე კაცი ერთ კაცს ნაკლებად გალახავდა, ხელს არ დაარტყავდა. ანუ ღირებულებები არსებობდა, დედას არ შეაგინებდა ესე, გესმის? ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად იმისა, ეს ვერტიკალი რო ჩაჭრილი იყო, ამან მაინც შექმნა მენტალური უამრავი პრობლემა, რომელიც მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. მე გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებებით ვიზდებოდით, ჩემში რო რწმენა არ შემოსულიყო, მე სერიოზული მენტალური პრობლემები მექნებოდა რა. მე ჩემ თავზე ესე ვიტყვი, მე რწმენამ გადამარჩინა. ამიტომ როცა კითხვას მისვავ, რა უშველოთ ამ ადამიანებს? რწმენის გარეშე მე არ ვიცი რა უშველის. თან ნახე, აქ ერთი ნიუანსია კიდო. მე რო ვიყავი, ანუ მე ვანზოგადებ, რომ მე მაგრამ ესე ჩემნერი რამდენი ხო თელი ხელა უზარმაზარი ქვეყანა. მე რო ვიყავი ურწმუნო, მე ვიყავი იდეოლოგიის მსხვერპლი. ხოლო დღეს რო ადამიანი ურწმუნოა, ეს იდეოლოგია, ათეისტური იდეოლოგიაც ახლა აბა ლიბერალური ეს ულტრალიბერალური იდეოლოგია პრინციპში ეგ არის, მაგრამ ეს ხო ძალადობით არ მოქმედებს. მე ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, იმიტომ სხვა არაფერი არ იყო. გესმის? მონოიდეოლოგია იყო გავრცელებული. და დღეს ადამიანი რო ათეისტია, ეს მისი არჩევანია, გესმის? პრობლემა აქ არის. ამიტომ დღევანდელი ათეისტი ბავშვი იმით განსხვავდება მაშინდელი ათეისტი ბავშვისგან, ახალგაზრდისგან, რომ ის იდეოლოგიური მსხვერპლი იყო, იდეოლოგიური წნეხის ის იყო ზემოქმედების ქვეშ და მსხვერპლი და დღეს არჩევანი აქვს აკეთებული ადამიანს. შეიძლება შეცვალოს, მაგრამ ესეა. ეს დაახლოებით, მადლობა, ეს დაახლოებით იგივე კითხვაა, რომ კითხო, რომ აბა ვინ შეგვხვედრია ყველაზე თავისუფალი ადამიანი. ან ვინ შეგვხვედრია ყველაზე ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან სიყვარულით ახსავსე გული აქვს და ასე შემდეგ. ანუ ეგ ისეთი კატეგორიებია, სიყვარული, თავისუფლება და ბედნიერება, რომლის საზომი მე არათუ სხვის გულში მაქვს რა ხდება, არამედ საკუთარ გულშიც რომ მაქვს, იმასაც ვერ ვზომავ. მე როგორ უნდა მივხვდე, აი ეს ადამიანი უფრო ბედნიერია თუ ეს, ორივეს თქვა უხარია სიტყვაზე. ამ ადამიანს უფრო უყვარს თუ იმას, ის უფრო თავისუფალია თუ ის, ამას მე ვერ მივხვდები. არ ვიცი. ვერ გეტყვი. რა კაია, რაღაცა რო არ ვიცი. არ ვიცი. იმიტომ რომ მე არ მაქვს მაგის საზომი. ჩემს გულშიც კი არ მაქვს ამის საზომი, ჩემი გული რო გავზომო. მე ერთი რამე ვიცი, რომ ჩვენ უნდა შევაგულიანოთ ადამიანები, რომ ბედნიერები იყვნენ, იმიტომ რომ ადამიანი ბედნიერებისათვის არის შექმნილი, თავისუფლებისთვის არის შექმნილი, სიხარულისთვის არის შექმნილი, მარადიული სიცოცხლისათვის არის შექმნილი და ადამიანური მარადიული სიცოცხლე არ არის არსებობა. ეს არ არის არსებობა. ანუ სიცოცხლე არ უდრის არსებობას. სიცოცხლე აღემატება არსებობას. ადამიანი თუ არსებობს, ის არ ნიშნავს, რომ ის ცოცხლობს. აი რაში უნდა გამოიხატებოდეს იგივე ერთმანეთთან ურთიერთობაში ეს ბედნიერება სულიერი? ვისთან ურთიერთობაში? აი ერთმანეთთან ურთიერთობაში როგორ უნდა გამოიხატებოს ეს, იმიტომ რომ აი ძირითადად ხოლმე არის, როცა აი მორწმუნეებს და ისევ აი ჩემთვისაც ვიტყვით, უფრო აი ტაძარში დგომისასაც იგივე, უფრო მოწყენილები ვართ, უფრო რაღაცა სულწუხარენი ვართ. აი ეს ბედნიერება სულიერი გაგებით თითქოს სახეზეც არ არის და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც გოკლიან ხოლმე და აი რა არის, რაში უნდა გამოიხატებოდეს საზომი რა არის ამის? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანები ბედნიერები ვართ ამ სულიერი? იცი რა, ტაძარში დგომის დროს გააჩნია,
ადამიან ლოცვის დროს, აი წირვა მიდის, ხო, ადამიანს უნდა იყოს ჩაღმოებული საკუთარ შიგნითში და აი იქ სადაც ღმერთი იძებნება, იქ უნდა იყოს ჩაღმოებული და მას არ ცალია ახლა ემოციების გამოხატვისთვის. მაგრამ როცა ეზიარება კარგი ზიარებაში გულისხმობ, სწორად რომ მიდიხარ მეტნაკლებად, სწორად, უფალთან. უფრო სწორი სიტყვით იქნება, სწორი ზიარების შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება სწორი ზიარების ეს არის სიხარული, რომელიც შეიძლება ვერ დაიტიო. და თუ ადამიანი ღვთის ღმერთმა თუ წყალობა მოიღო, ადამიანს ყოველ ზიარებაზე ექნება ეს დაუტევნელი სიხარული, რომელიც თვალებიდან ანათებს. ფათაშორის არსებობს მონასტრული ცხოვრება, რომელიც არის კონცენტრირებული ქრისტიანობა. აი ქრისტიანობის კონცენტრატი არის მონასტერი. ოღონ მონასტერში გულისხმობ არა კედლებს, სადაც ბერები ცხოვრობენ. ფორმალურად ეს მონასტერია ესეც. მონასტერში გულისხმობ კედლებს, რომელიც კედლები შეიძლება არც იყოს, მაგრამ კედლები რეალურად არის, ხო? და სახსაც კედლები აქვს. გულისხმობ იქ მყოფ ღმერთთან დაახლოებულ მოძღვარს, იღუმენს, ან იღუმენიას თუ დედათა მონასტერია, რომელიც ღმერთთან კავშირში იმყოფება და აი ამ ღმერთთან მისი კავშირი და შესაბამისი ნაყოფები განაპირობებს მის გარშემო მონაზვნების გაჩენას და გამრავლებას. ეს არის კარგი მონასტერი და ამ კარგ მონასტერს ერთი თვისება აქვს, რომ შედიხარ, ყველას თვალები არის გახარებული. აი თვალები ყველა ბედნიერია. ყველა გიღემის და გაქვს უცნაური განცდა, რომ რატომღაც ყველას უყვარხ. და ამ სიყვარულს გამოხატავენ საოცარი სტუმართმოყვარეობით. ვერ ნახავ დაღვრემილს, ვერ ნახავ უქმად მოლაპარაკეს, უქმად მდგომარეს, უქმად მოსიარულეს. და ვისაც ნახავ, ეს არის ან შენთან მოვიდა და რაღაცა უნდა რომ გემსახუროს, ან საქმეზე მიდის, ან და ყველას აქვს გახარებული თვალები. ამიტომ ეს ერთ-ერთი სწორი ქრისტესთან სწორი ურთიერთობა ბადებს სიხარულს. ფათაშორის ეს ცნებად არის, ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ცნებები რა არის? ანუ ის რაც ღმერთისგან განცხადებულია, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ ვიცხოვროთ და ერთ-ერთი და ფათაშორის ბედნიერება მის გარეშე წარმოუდგენელია, აი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომელიც ღვთის საყვირია და ღმერთის ნებას ახმოვანებს. მარადის გიხაროდენ. თუ მარადის გიხარია, ბედნიერი ხარ, აბა რა ხარ? თუ გახარებული რო ხარ, ან გიჟი ხარ, ან ბედნიერი ხარ. ბედნიერების ერთი თვისება კიდე. ბედნიერი თავს გზნობს სულ ახალგაზრდად. ესე თვისება ქონდა ჩვენ პატრიარქს ყოველთვის. ეხლა ცოტა კომუნიკაცია მასთან ძალიან რთულია, უაღრესად უძლურებაშია ფიზიკურად. მაგრამ სანამ ეს უძლურება ექნებოდა, მასთან კომუნიკაცია ყოველთვის შესაძლებელი იყო. ჩვენ ძალიან სახალხო პატრიარქი გვყავს, ვინცაც არ იცის ეს სხვაგან ესე ადვილად არ იყო და მასთან ყოველთვის იყო ეს შესაძლებელი და მე მქონდა ბედნიერება, არ ვიყავი მან საპატრიარქოს თანამშრომელი და ის, მაგრამ მქონდა ბედნიერება ხშირი მასთან ურთიერთობისა, როცა ეს ამას საჭიროება მოითხოვდა და პატრიარქს ქონა ეს თვისება. ესე იგი 92 წლის არის, ესე იგი ჩემზე არის 30 წელი დიდი, 30 წელი პატარა ხო არ არის, ხო? ანუ 30 წელი განსხვავება, როგორც აი მამასა და შვილს შორის განსხვავებაა, ხო? ესე იგი პატრიარქი იყო სულ მუდამ ახალგაზრდა რა. და ეს ახალგაზრდა რაში გამოიხატებოდა ხა? ფიზიკურ აქტივობაში კი არა, თუმცა ფიზიკურადაც ის იყო ყოველთვის ესეთი ბრგე ადამიანი და ესეთი მის მენტალობაში საოცრად ახალგაზრდული მენტალობა ჰქონდა ყოველთვის. ახალგაზრდობა ეს არის ერთ-ერთი თვისება ქრისტიანისა. და შესაბამისად ბედნიერი ადამიანი სულ მუდამ ახალგაზრდა უნდა იყოს. ხორცი ბერდება, მაგრამ ჩვენი სული არ ბერდება. ბედნიერებასთან დაკავშირებით გამიჩნდა ეგ შეკითხვა. ძალიან ცნობილი ფილმი არის ცხოვრება მშვენიერია. და ამ დროს ბავშვს ეუბნება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი
თამაშია ეს ყველაფერი რასაც ჯარისკაცებს იარაღით ხედავ ეს ყველაფერი თამაშია და ჩვენ აქ ვთამაშობთ და იმის გამო რომ ბავშვი გადაარჩინოს თავისი შვილი სიცილ-ხარხარით დაახვრეტინებს ჯარისკაცებს თავს და ანუ აქედან მე გამოვიტანე დასკვნა რომ თავარი ის ისრაელზე არ არის ეს ფილმი ეს არის ეს მამა და შვილი არის ერთი და იგივე ადამიანი და შენ თავარი ის არის ისინი რას აკეთებენ თავარია შენ როგორ იტევ ამას რომ ამისთვის თუ შენ ამას მიიღებ როგორც თამაშს როგორც სიცილ-ხარხარით ამას ყოფილი შეხვდები შენ გულში შენ ბავშვს გადაარჩენ ხო და მე ანუ რამდენად შეიძლება რამდენად რაციონალურად უნდა შევხედოთ ამას და საკალის სხვა არის ამას შორის ცხოვრების ოლ მაგალითს გეტყვი ესე იგი რომ თავარი შე როგორ შეხედავ ამა თუ იმ მოვლენას და არა ეს არის თავარი და არა ის თავისთავად ეს მოვლენა რას წარმოადგენს რაღაცა გაგებით ეს სწორია მაგალითს გეტყვი მაგალითად ათონის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი რომელიც გარდაიცვალა ერთი დაახლოებით 10 წლის წინ 8 წლის წინ 100 წლის იყო რომ ინტერვიუ ჩაწერა ბოლოს ეს ინტერვიუ მე მოსმენილი მაქვს და მე ცოტა ხანში ის გარდაიცვალა ახლა სხვა წინამძღვარია რუსი იყო ეს წარმოშობით და ამიტომ მას მოვლილი აქვს ესე იგი საბჭოთა კავშირის გულაგის ეს ბანაკები რო იყო სადაც ესე იგი პატიმრები ყავდათ ციმბირში და გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიც. ანუ ის ტყვეთ ჩავარდა ომის დროს და ტყვეთ ვინც ჩავარდებოდა ომის დროს მე საბჭოთა კავშირში აგზავნიდნენ იმაში საკონცენტრაციო ბანაკში იქ. ანუ ორივე მოვლილი აქვს რა, საბჭოთაც და ფაშისტურიც და ეს ეუნება ჟურნალისტი 100 წლის არის თეთრი და ცისფერი თვალები თეთრი წინამძღვარია იქ ათონის თაზე ერთ-ერთი მონასტრის და ეკითხება თქვენი განვლილი ცხოვრება რა ეს სულ ბედნიერი ვარ ბედნიერი და რაღაცა სულ ბედნიერებაზე საუბრობს და სიხარულზე და თქვენ ცხოვრებაში არაფერი ტკივილი არ იყო და არაფერი ტკივილი არ მახსენდებაო ჩემ ცხოვრებაში სულ ბედნიერი დიდება უფალს რაღაც და ამას როგორ არის ბეკეკოსავით არის თეთრი ეს ფითქინა და ეხლა ამან იცის ახლა ამის ისტორია და უცებ ეთქვის გაახსენებს კაცო აი ამ იმასო კაცო იმაში ციმბირში რო იყავიო ბოლშევიკებმა რო გამოკეტესო იქა რაღაცა და ესო ხო და ის სუდად არ გახსოვსო და ფაფიქდა და არო კაი რაღაცები მახსოვს კაი რა გახსოვსო აი მაგალითათო მე ისო ვიღაცაო გარდამეცვალაო მე დეპეშა მოვიდაო რომ ვიღაცა გარდამეცვალაო და ესე იგიო როგორი ნუგეშინი მცესო იქ ციხის უფროსმაო რაღაცაო იქ სადღაცო ის იყო რაღაც იქ როგორ იყო იცი იქ სოფლებიც იყო იქ სოფლიდან ვერსად ვერ გაიქცეოდი იმიტომ რომ 1000 კილომეტრებით ციმბირი იყო და დათვი შეგჭამდა და ვეფხვი დაგლიჯავდა შანსი არ არის იქიდან გაქცევა ამიტომ იყო ის ბანაკები იქიდან ვერ გამორბოდნენ რომს გაქცეულიყო ვერსად ვერ წახვიდოდი და მოკვდებოდი და ამიტომ ბუნებრივად იყავი იქ და ესე იგი სადღაც სოფელში გაუშვეს და იქ რაღაცა მოკლედ რაღაცა ნუგეში სემს და ანუ ამ ბანაკში ტანჯვაში პატიმრობაში მყოფ ესე იგი პატიმარს ახსოვს ეს სიკეთე იქ ციხის უფროსისგან გესმის ხო და ეხლა ეს ჟურნალისტი დაიბნა და უცებ გაახსენდა რომ ფაშისტური გერმანიის კონცენტრაციულ ბანაკშიც იყო ხო მაგრამ იქ რო იყავიო იქ ცუდი არაფერი არ გახსოვსო და არა იქიცი რა მახსოვსო და რა გახსოვსო გადაირია და ჩვენ ესე მშივრებიო მართულ ხლართებთან რო ვიდექითო პატიმრებიო გერმანელი ქალები მოდიოდენო და ჯარისკაცების ჩუმათო ცხელპურს და რძეს გვაძლევდენო და ისე სიყვარულით გვექცეოდენო წარმოგიდგენია ანუ ადამიანს ცუდი არაფერი არ ახსოვდა ამ ჯოჯოხეთშიც კი რა ამიტომ ეს მიდგომა არსებობს ესეთი რომ ეს სიბრიყვე კი არ არის ღმერთს ხედავს ყველგან ადამიანი იმდენად გადაფარა ვიღაცა იქ გერმანელი ესე იგი ქალების გლეხების საქციელმა იქ ციხის უფროსის ადამიანურმა საქციელმა ამ სიკეთემ იმდენად გადაფარა ეს ბოროტება აი მაგალითად სულ რო ჩააბნელოთ აქ ყველაფერი და სანთელი ავანთო ეს სანთელი ამ სიბნელეს ძლევს გესმის სინათლისთვისებაა ეს სიბნელია და სანთელი ვაიმე რა კარგია ვაშა სანთელი აინთო და ეხლა არ წავიქცევი და რა ეს სანთელი ქრისტიანს ახარებს ეს სანთელი სინათლე ამ სამყაროში ყველგან ნებისმიერ ბოროტებაშიც ანთია გამიგეთ ყველგან ამიტომ ქრისტიანი ესე ხედავს აი ამ უკუნეთში უღმერთობის უკუნეთში ამ სანთლებს ხედავს
როგორც ღმერთის კვალს ამ სამყაროში, რომელიც მას მარადიული სიცოცხლის პერსპექტივას უჩვენებს და ხარობს ადამიანი და ადამიანს უგახარებულია. შეიძლება სიტყვის აკადემიის სახელით დავისვათ ერთ კითხვას, უბრალოდ რას ვისურვებთ და ესე იგი დღეს საქართველოში იმდენი აკადემიაა, რომ ესე იგი უკვე უნდა მთვარეზე ვიყოთ გაფრენილები. ამიტომ აკადემია დარჩეს, მაგრამ სიტყვა ქონოდეთ ნამდვილი. ხომ უბრალოდ ხელი რომ მოგიწეროთ და